კარგით მეგობრებო, ჩვენ უკვე წინა შეხვედრაზე ვთქვით და იმედია ყველა მოყურეთ, ვისაც დასწრების საშუალება არ ჰქონდათ. წინა შეხვედრაზე ვთქვით შესავალში, რომ ეს არის სამოქმედო მსახურების სამოქმედო გეგმა, სტრატეგია და ძალიან კარგია, რომ უფალმა იესო ქრისტემ ეს სტრატეგია დაგვიტოვა. რა თქმა უნდა, წმინდა წერილს როდესაც კითხულობ, იქ შეიძლება ერთი შეხედვით უცებ არ შეგექმნას ასეთი შთაბეჭდილება, რომ საქმეებით, სახარებაში აღწერილი მოვლენებით ეს თავმოყრილი არის ეს სტრატეგიული ხედვა, მაგრამ შეუძლებელია, როცა კარგად შეისწავლე წმინდა წერილს, არ დაინახო იესოს მოქმედების გეგმა, როგორი მიზანმიმართული იყო, როგორი გათვლა ჰქონდა და ჩვენ ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ აი იესოს მსახურება შევისწავლოთ და ამ წიგნში ყველაზე საუკეთესოდაა აღწერილი ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო წიგნია, სადაც თავმოყრილი არის სტრუქტურიზებულია და ორგანიზებულად არის წარმოჩენილი იესოს ნაბიჯები მსახურების ფუნდამენტის ჩასაყრელად და განსავითარებლად და მახარებლობის ოსტატურ გეგმაში პირველი თავია ეს ეხება არჩევას, მოწაფეების არჩევას. და აქვე კომენტარი აქვს წიგნის ავტორს გაკეთებული, რომ ბრბოს არასოდეს შეუძლია მასების მართვა. და თუ დავაკვირდებით ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ხო? აი ესე არ არის, გინდა ქვეყნის მართვა იყოს, გინდა ბიზნესის მართვა იყოს, გინდა ეკლესიაში იყოს რაღაც, ასე არ ხდება, რომ აი კვირა შევიკრიბებით და იქ თვითონ კეთდება ისე, რომ ვიღაცა გადაწყვეტს, რომ მოდი მე ლობიანს მოვიტან, ვიღაცა გადაწყვეტს, რომ მოდი მე სიტყვას ვიტყვი და ყველაფერი ესე სპონტანურად იქვე წყდება და ყველა გადაწყვეტილებას ერთობლივად ვღებულობ და ასე შემდეგ. ასე არ ხდება. თუნდაც აი დაფუძნება რო იყო. თქვენთან შეთანხმებული იყო, თქვენთან გავიარეთ კონსულტაციები, ვიღაცა მონაწილეობა მიიღო, როცა სიტყვის მსახურებაზეა საუბარი, წინასწარ გეგმავთ, ვინაწილებთ ფუნქციებს, შეხვედრა აი ჩვენ ერთად ხვდებით. ეს არის ყოველთვის მცირე ჯგუფი მართავს უფრო დიდ მასას და ეს ჯგუფიც სპონტანურად კი არ იკრიფება, ისინი გეგმავენ, ხვდებიან, ერთმანეთს ეხმარებიან, რაღაცა მიზნებს სახავენ და ასე შემდეგ. თუნდაც ქვეყნის მმართველობა ავიღოთ, ხო? ყოველთვის უფრო მცირე ჯგუფი მართავს უფრო დიდ ჯგუფს. აი მაგალითად ავიღოთ ქვეყნის მმართველობა რა. არსებობს მინისტრთა კაბინეტი, არსებობს პარლამენტი, არსებობს სოფლის გამგეობები, არსებობენ გამგებლები, არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურები, არსებობს სასამართლო. ეს ყველაფერი ქვეყნის სხეულთან შედარებით არის მცირე ჯგუფები. მაგრამ თავისი ფუნქცია აქვს გადანაწილებული და ისინი მართავენ ყველა მიმართულებას. ასევე იესო ქრისტემაც, როდესაც დაისახა მიზნად, რომ სოფლიო შეცვალოს, მას იმის იმედი არ ქონია, რომ მოდი ახლა მე ვიქადაგებ, აგერ მეყოლება 500, 5000, 30000-იანი ეკლესია და მე ყველას ეცოდინება რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა გააკეთონ. არა, მან რამოდენიმე მოწაფე ამოირჩია. 12 მოციქული ამოირჩია, მათთან ერთად დროს ატარებდა, გააცნო საკუთარი თავი, დაანახა მართლობის პრინციპები, ასწავლა და შემდეგ ისინი აკეთებდნენ იგივეს. მაგალითად, მოციქული პავლე იყო თუ პეტრე იყო, ისინი დადიოდნენ შემდეგ ამ მორწმუნეთა ჯგუფებთან, წამოწევდნენ ახალ ლიდერებს და პერიოდულად ჩააკითხავდნენ ხოლმე, მოინახულებდნენ ხოლმე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა წარმოიდგინეთ, თქვენ რო არ იყოთ ბრუკლინის ეკლესიაში. აი კი ბატონო, თქვა სიტყვაზე ჩამოვიდა ვიღაც, ხალხი შეკრიბა და მე დაბრუნდა საქართველოში. და მან დარავინ არ არის თქვენნაირი, თქვა სიტყვაზე, ვინც პასუხისმგებლობას იღებს, რომ იქნება ეკლესიის ტვირთის მზიდველი, ასე ვთქვათ. აი ეს რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ამ ჯგუფში ხართ. თქვენ რო არ იყოთ ფაქტიურად, ეს მსახურება თავიდანვე განწირული იქნებოდა ჩავარდნისთვის და მარცხისთვის. შესაბამისად, ბრბო ვერ მართავს მასებს. არიან მცირე მიძღვნილი ადამიანების ჯგუფი და ეს ადამიანები
შეთანხმებულად ამ შემთხვევაში იესო ქრისტეს მმართველობით, სული წმინდის მმართველობით აკეთებენ იმას, რაც იესო ქრისტემ დაგვისახა როგორც სტრატეგია. პირველი რაც გააკეთა იესომ თავისი მისიის აღსასრულებლად იყო ის, რომ აირჩია 12 ადამიანი. ჩემი აზრით ესეც შემთხვევითი არ არის. იესო შეეძლო აირჩია 30 ადამიანი, შეეძლო აირჩია 5 ადამიანი, 7 ადამიანი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყოველი ადამიანი მაქსიმალურად ეფექტური არის, როდესაც აი თუ ბოლომდე მიძღვნილია ისე როგორც იესო ქრისტე იყო ბოლომდე მიძღვნილი, მაქსიმალურად ეფექტური შეიძლება იყოს 12 ადამიანი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ნებისმიერი უჯრედი თუ აჭარბებს 12 კაციან ჯგუფს, უკვე ხელმძღვანელი უნდა ფიქრობდეს, რომ გაყოს ეს უჯრედი. მაგრამ ამაზე ბევრი არ შეგვიძლია. არის, რა. ნუ ჩვენთვის შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ იესოსთვის არ იყო ბევრი. მაგრამ გააჩნია. ეხლა თქვენ მაგივრად მანდრო 12 იჯდეს. არ იქნებოდა ძალიან ბევრი, იმიტომ რომ თქვა სიტყვაზე კონცენტრირებული ვარ ამ საქმისთვის და ამაზე მინდა რომ დავიხარჯო. თუმცა მანდრო ვიყო, ხო, გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა, ან ვინც არ უნდა იყოს და ამას დაგვანახებს უფალი მე რას ვიზნავთ, მაგრამ მოდი ნაბიჯ მივყვეთ ახლა. იესოს მისია იწყება ადამიანებით. იესომ აირჩია 12 კაცი. მარკოზი 3:14-ში წერია, 12-ნი აირჩია და უწოდა მათ მოციქულნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ და საქადაგებლად გაეგზავნა ისინი. პირდაპირ ჩანს, რომ იესოს ჰქონდა კონკრეტული ჩანაფიქრი. მაგრამ ნახეთ, აი რა მომწონს ახლა აქ რაც ჩანს. აი ეს მოზიარეობაზე ვლაპარაკობდი, ხო? ყოველდღე ნახევარი საათი თქო, ხო? აი ეს რაც სტატისტიკურად შეისწავლეს, რომ ამის გარეშე არ გამოდის. ნახეთ, იესო ქრისტემ 12 ადამიანი აირჩია, უწოდა მათ მოციქულნი, ნახე, არ დაარქვა მათ მოძღვარნი, არ დაარქვა მათ სასწაულმოქმედნი. მოციქული რა? აი ბერძნულად არის აპოსტოლოს, ხო? წარგზავნილი. ეხლა ჩვენთან ეს ძველი ტერმინი იქნა შემორჩენილი და აი როგორც უფალი მაგალითად, ხო? აი ჩვენ რო ეხლა მაგალითად ბატონო კვარა რო უთხრათ, ეხლა ბატონო ზურიკო, ხო? ადრე ესე იყო, უფალო ზურიკოს დაუძახებდნენ, იმიტომ რომ პატივისცემის ნიშნად უფალს ხმარობდნენ, იყენებდნენ სიტყვას. მაგრამ ჩვენთან ეს რელიგიური დატვირთვა მიიღო სიტყვა მოციქულმა, ანუ წარგზავნილმა, სიტყვა უფალმა, ანუ ბატონმა. და ამას ხმარობთ აი იესო ქრისტეს იმ 12 მოწაფისადმი. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მოციქულური მსახურება. ჩვენ ვიცით, რომ სიტყვა უფალი რეალურად ნიშნავს ბატონს, შენს ბრძანებელს, რომელიც ფლობს. და ნახეთ, აი თანმიმდევრობას დააკვირდით. 12 აირჩია, დაარქვა მათ წარგზავნილები. ანუ პირდაპირ უთხრა, რომ თქვენ უნდა გახდეთ ჩემი წარგზავნილები. მოწაფეებს, როდესაც მოციქულები დაარქვა, ისინი უკვე მიხვდნენ, რომ აი ამ კაცმა, პიროვნებამ, ღმერთის ძემ, რო აგვირჩია ჩვენ, მას აქვს მიზანი, ჩვენი წარგზავნა უნდა. ეს უკვე ნათელი. მაგრამ ნახეთ, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ, ეს იყო უმთავრესი შემადგენელი და საქადაგებლად გაეგზავნა ისინი. მასთან ერთად რატო უნდა ყოფილიყვნენ? იმიტომ რომ მასთან ერთად ყოფნის დროს ისინი შედიოდნენ იესოს დაცნობის პროცესში. აი რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველი ადამიანი ლოცულობდეს და იესო ქრისტესთან ჰქონდეს პირადი ურთიერთობა. ახლა მე ჩემი შვილების პროცესს ვაკვირდი. ყველა მშობლის უმთავრესი დანიშნულება, სულიერი მშობელი იქნება ეს თუ ფიზიკური მშობელი იქნება, არის ის, რომ თავის შვილებს ასწავლოს დამოუკიდებელი ურთიერთობა იესო ქრისტესთან. ასწავლოს იესოს სულით მმართველობა, იესოს ხმის გაგონება, იესოსთან რჩევისათვის მისვლა ყველა კრიტიკულ თუ არაკრიტიკულ სიტუაციაში, იესოზე გახადოს დამოკიდებული და არა საკუთარ თავზე. აი ჩვენ საეკლესიო პრაქტიკაში გვინახავს, როდესაც აი წარმატებულები იყვნენ მსახურები, მაგრამ ეს ნარცისული დამოკიდებულება ჰქონდათ საკუთარი თავისადმი.
როდესაც ადამიანები ისე ზრდიდნენ გარემოცვას თავის გარშემო, რომ ეს ადამიანები ოვაციებს არ აკლებდნენ ამ მსახურს, მასზე მის გარშემო იყვნენ შემოკრებილები, მაგრამ ყოველთვის იყვნენ დამოკიდებული ამ ადამიანზე. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეგიძლია გაუკეთო ადამიანს. მსახური თუ ხარ, შენს ირგვლივ მყოფი ხალხი შენზე დამოკიდებულად კი არ უნდა აქციო, უნდა აქციო იესო ქრისტეზე დამოკიდებულად. მაშინ არის შენი მსახურება წარმატებული. მამა თუ ხარ და შვილებს თუ ზრდი, შენზე დამოკიდებულად კი არ უნდა აქციო. შენი შვილები ისე უნდა გაზარდო, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრების მართვა. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი არის, ყველაზე დიდი მიღწევა ჩემთვის როგორც მშობლისათვის ის არის, რომ ჩემ შვილებს ვასწავლო, რომ გაუჭირდებათ, ჩემთან კი არ მოვიდნენ, ან როდესაც გახარებულები იქნებიან, მე კი არ მიხდიდან მადლობას. ისინი მირბოდნენ იესო ქრისტესთან და იესო ქრისტეს ემადლიერებოდნენ, მისგან ეძებდნენ გამოსავალს. ეს მაგალითია ჩვენთვის. იესო ქრისტესთან უნდა ყოფილიყვნენ ის არჩეული ადამიანები და მასთან რო იქნებოდნენ, მას რო გაიცნობდნენ, შემდეგ წავიდოდნენ ისინი საქადაგებლად. ამიტომ ჩემი მოლოდინი არის, რომ ყველა თქვენგანს ექნება სტაბილური, ლოცვითი თუ სიტყვის კითხვითი ურთიერთობა იესო ქრისტესთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მაგალითად ხო, ეხლა ჯერ თქვენ ამას არ კადრებთ, მაგრამ მე ალბათ გვექნება ხოლმე გამოკითხვა და შეგეკითხებით ხოლმე და შეიძლება იმაშიც გადავიზარდოთ, რაც ქონდა ახალგაზრდულ მსახურებაშიც ქონდა, უბნის მსახურებაშიც ქონდა და აგერ ეხლა ეკლესიაშიც გვაქვს მაგალითად ეპისკოპოსი ოლეგი მსახურებს, როდესაც კრებავს, ეს ანგარიშვალდებულების ფურცლები დაურიგა ეხლა კიდევ. ჩვენ მაგალითად ასეთი რაღაც ქონდა. ესეთი ბლანკი ქონდა, ყოველთვიური ბლანკი ქონდა, 30 დღე იყო, 5 კვირა და იქ თავისთვის ვაკეთებინებდი. ყველა ადამიანს, ყველა თანამსახურს, მაგალითად აპრილში უნდა ამოიღო ფურცელი, რო გეთქვა აპრილის ფურცელი და ყოველ რიცხვი, რომელიც ქონდა ესეთი პატარა კუბიკი, ილოცა მონიშნა. წაიკითხა მონიშნა. თუ არ ილოცა და არ წაიკითხა, ხო, ესე იგი ჩავარდნა აქ და ახლა ტყუილს ხო არავინ იკადრებს, არა? და ვეუბნებოდი, რომ ეს ჩემთვის არ მინდა. თქვენ გქონდეთ, მაგრამ სადღაც მერე თუ დამჭირდა, თუ შევხედე, რომ ადამიანი ვერ განვითარდა და რაღაცა ჩავარდნები აქ, შეიძლება მეთქვა, რომ მოიტა აბა ერთი აპრილის ფურცელი მომეცი, ან მაისის ფურცელი მომეცი, ან ბოლო 6 თვის ფურცლები მომეცი, რომ და აღმოვაჩინეთ, იცი რომ რო გვეგონა, რომ ყოველთვის ვლოცულობდით, ჩვენი თანამსახურები ამბობდნენ ხოლმე, რომ აი რა კაია ჩემი თავისთვის რომ მოვნიშნე, მერე კვირის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ისე მქონდა წარმოდგენა, რომ აი 10 დღეში შეიძლება ერთი ჩამივარდეს, მაგრამ რო აღვნიშნე, აღმოვაჩინე, რომ შეიძლება 50% დღეების ჩავარდნა, გონია რომ ლოცულობ, გონია რომ სტაბილურად მივდივარ, მაგრამ არ ვარ ისეთი სტაბილური, როგორიც წარმოდგენა მქონდა. ამიტომ ჩვენ თუ ვაიგივებთ იესო ქრისტეს მხედართ თავართან, ჩვენს გენერალთან, ასე ვთქვათ, ხო? თავარსარდალთან, ხო? ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ თავს როგორც ჯარისკაცები, როგორც დისციპლინიზებული მებრძოლები იესო ქრისტესი. არა და ჩვენ ბრძოლაში ვართ ჩაბმული. ამიტომ ეს ჩვენი თავი უნდა გავწვრთნათ, რომ ყოველთვის ყოველ დღე კონდეს სტაბილური მოზიარეობა იესო ქრისტესთან, იმიტომ რომ იესო ქრისტესთან ერთად ყოფნის გარეშე მათ წარგზავნას, საქადაგებლად გაგზავნას არანაირი აზრი არ ექნებათ. პირველი ის არის, რომ იესო ქრისტე მაირჩია ადამიანები, რათა მასთან ყოფილიყვნენ და საქადაგებლად გაეგზავნა ისინი. ასევე ჩვენც, თქვენც უნდა აირჩიოთ ადამიანი, ვიზეც იმუშავებთ, ვისთანაც მოზიარეობა გექნება და თქვენ იქნებით მისთვის იესო ქრისტეს სახე, იესო ქრისტეს წარმომადგენელი. ძალიან მიხარია, მაგალითად, ეხლა ყველა თქვენგანს ყავთ ეს სამუშაო. ზოგ შეიძლება ძმაყავდეს თავისი, ზოგს მეგობარი ასე შემდეგ, მაგრამ ყვარას რო ვეკითხები ხოლმე, არ დამავიწყდება, რომ მუშაობს ადამიანზე. მნიშვნელობა არა აქვს ახლა სულ ახალი ადამიანია, ძველი მიძინებული მოწმუნეა თუ ასე შემდეგ, შენ მუშაობ ადამიანზე და ცდილობ, რომ შენთან მოზიარეობით მან დაინახოს იესო ქრისტეს პიროვნება და გაცოცხლდეს მასში რწმენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სულით არჩევა მეორე ნაბიჯი, რაზეც ყურადღება უნდა
გავამახვილოთ, აი ეს ჩანს იქ. არჩევას წინ უძღოდა მთელი ღამის ლოცვა. მე წეღან უკვე ვახსენე, რომ მე არ ვფიქრობ ახლა თავს ვერ დავუდებ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ხილვაში ნახა იესო ქრისტემ ყველა მოციქულის სახე, როცა ღამე ლოცულობდა და ეს ვისი სახეა? ეს იქ პეტრე რო გავიცანი, იმის სახეა, ჩამოვიდა და მერე პეტრე აირჩია. არა, მას ჰქონდა ურთიერთობა ადამიანებთან, ზოგი შეიძლება მართლა ხილვაში ნახა, ზოგთან ურთიერთობაში, ასე ვთქვათ, იყო და შინაგანი მოწმობით გრძნობდა. ვისთვის უნდა დაეძახა. ასე ვართ ჩვენც. ნუ შეგვეშინდება თუნდაც შეცდომების დაშვების. ჩვენგან სრულყოფილებას მოელიან, რა თქმა უნდა, მაგრამ იციან, რომ სრულყოფილები არ ვართ. ჩვენ არაერთხელ დაგვიშვია შეცდომა ადამიანების არჩევაში, არ აღმოჩენილან ის ადამიანები, რომლებიც გვეგონა რომ აღმოჩნდებოდნენ, მაგრამ ამის გამო იესო ქრისტე ჩვენთვის ურუ არ ჩაურტყამს თავში. ჩვენ ლოცულობთ, ახლაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ცხოვრება არის ლოცვითი ცხოვრება, იგივენაირად მაქვს მოლოდინი, რომ თქვენი ცხოვრებაც იქნება ლოცვითი ცხოვრება და როდესაც ადამიანებთან გააქვს ურთიერთობა, შენ შინაგანად გიმოწმებს ღმერთი, რომ ეს ადამიანი არის ის ადამიანი, რომელიც უნდა გახდეს შენი გუნდის ნაწილი. ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც გქონდა, თუნდაც აი ახალგაზრდულ მსახურებაში ძალიან ისე პრაქტიკულ დონეზე ვიყენებდით ხოლმე ამას, ადამიანებს არ ვირჩევდით საუკუნოდ, ვეთხოვდით, რომ მოდი აი გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი და შეხედე როგორ წარგემართება. დროებით 3 თვე იქნება, 6 თვე იქნება. შეიძლება ვიღაცას ერთწლიანი დროის მონაკვეთიც მიცე, რომ შეხედო თუ ადამიანი დასტაბილურდა, გაუძლო რაღაცა გამოწვევებს, იხელმძღვანელა ნასწავლი ჭეშმარიტებებით, პრაქტიკაში დაიწყო გატარება და თქვა, რომ ეს ჩემი ადგილია, აი თავს ბედნიერად ვგრძნობ ამ ჯგუფში რო ვარ, ამ მსახურებაში რო ვარ და ჩემი ცხოვრების აზრი შესძინა აი ამ ჩემმა მსახურებამ. ჩვენ ამას ვღებულობდით როგორც გარეშე დასტურადაც. ასევე გუნდური მუშაობის უნარს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა იესომ ამოირჩია 12, იქიდან ერთმა ვერ გაამართლა მისი იმედები. თქმა უნდა, ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მან წინასწარ იცოდა და სპეციალურად აირჩია. წინასწარ იცოდა, იმიტომ რომ ღმერთმა წინასწარ იცის, როგორი შედეგი სად დაიდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იესომ იმიტომ აირჩია ის, რომ ის დაღუპული. არა, ეს ამ ადამიანის არჩევანი იყო და თუ კი იესო ქრისტესაც კი ჰქონდა ასეთი შემთხვევა, რომ 12 აირჩია და იქიდან ერთი მოღალატე გახდა, ხო? არ უნდა გამოურიცხოთ, რომ ჩვენც როდესაც რაღაცა გათვლებს გავაკეთებთ, სადღაც შეგვეშალოს, სადღაც არ გაამართლონ ჩვენი იმედები, მაგრამ ნუ რას ვიზამთ ახლა? თავარია, რომ ჩვენ ამას ვაკეთებდეთ ლოცვით. თავარია, რომ ჩვენ ამას ადამიანურად არ ვზომავდეთ და ყოველთვის ვეძებდეთ სულიწმინდა გვიმოწმებს თუ არა. და იცით როგორ არის, აი შემდეგი რასაც შემდეგ სლაიდში რასაც დავინახავთ, ეს არის, რომ აი დასტურს ვღებულობდეთ, რომ ადამიანი მოწოდებულია. თუმცა კიდე მეგობრებო, გეტყვით, რომ მოწოდება ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი წავა ისე, როგორც ჩვენ გეგმავთ. გამოწვევებიც იქნება, ჩვენ აქ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ჩვენს არჩევანს, ჩვენს გადაწყვეტილებებს გამოცდა მოველის და მწარი უნდა იყოს ჩვენი ფუნდამენტი. ის რომ ყველაფერი კარგად იქნება, არ არის დასტური იმისა, რომ ჩვენ სულით გავაკეთეთ არჩევანი. არა, პირიქით. ხანდახან, როდესაც არჩევანს აკეთებ, სწორედ იქ იწყება რაღაცა გამოწვევები, იქ იწყება რაღაცა პრობლემები, მაგრამ ეს უფლისნებაა. უფალი ჩვენ აი ამ პრობლემებში გვზრდის და გვასწავლის მასზე დამოკიდებულებას. თუნდაც რა ღირს ის, რომ მაგალითად ისრაელიანები სანამ გამოვიდოდნენ ეგვიპტის ტყვეობიდან, რამდენი პრობლემის წინ დააყენა ისინი უფალმა. რატომ გააკეთა ეს? ამ პრობლემებისა და გამოწვევების მეშვეობით უფალმა თავის თავი გააცნო მათ.
იმიტომ რომ ის ერები, ვისთანაც ბრძოლა მოუწევდათ, ის პრობლემები, რომელიც მათ უნდა გადაელახათ, იმ პრობლემებში, იმ ერებთან ურთიერთობაში მათ უნდა ჰქონოდათ ბექგრაუნდი, გამოცდილება, რომ ჩვენი უფალი ამ სიტუაციებში ხო მაგარია, ხო დაუმარცხებელია. და იესო ქრისტემ რამდენი რამე სანამ აი მასთან იყვნენ და წარაგზავნიდა, რამდენი რამე ასწავლა დაწყებული პურის გამრავლებიდან, განკურნებიდან, აი ერთხელ თუ არ ვწდები გიქადა გეთკიდევას მე თქვენ მარკოზის პირველი თავებიდან მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე თავები, როცა ყველა სიტუაციაში გაატარა ისინი და მერე გაგზავნა ისინი საკადაგებლად. გააცნო საკუთარი თავი. შენ რო ჩემზე უნდა ილაპარაკო, ხო უნდა მიცნობდე ვინა ვარო ჩემზე ილაპარაკო. ამიტომ აი ჩვენ არ უნდა გქონდეს გათვლა იმაზე რომ აინც და მაინც აი წარმატებულები ძალიან ჭკვიანები უნდა იყვნენ. პირიქით აი შინაგანში უნდა გქონდეს დასტური, რომ ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, ვიზეც უფალი მიგვითითებს, ამას ჭირდება ლოცვა, კარგი იქნება თუ მარხვაც იქნება გათვალისწინებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსახურები, აი თქვენაერი მსახურები სტაბილურად იყვნენ უფალთან მოზიარეობაში, რომ შეძლონ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, როდესაც თანამსახურებს, როდესაც ესტაფეთის გადასაცემ პიროვნებებს აირჩევენ. უფალი უნდა ჩავრიოთ ამ საქმეში. ნახეთ, იმ დღეებში მთაზე ავიდა სალოცად, იგი და მთელი ღამე ღმერთისადმი ლოცვაში გაატარა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შემდეგ აირჩია მოწაფეები, ასე წერია, და მოციქულები უწოდა მათ. სულით არჩევა, ღმერთთან მოზიარეობაში ადამიანების არჩევა, თანამსახურების არჩევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას აკეთებდა უფალი იესო ქრისტე. უფლის მოწოდება არა ადამიანური ინიციატივა. მოწაფეობა იწყება ღმერთის მიერ მოწოდებით. აი სულ მახსენდება ხოლმე ლიკა რო ყვებოდა, როგორ იყო მარტო სახლში, როგორ ქონდა პრობლემები და ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, აი მახსოვს ერთხელ საძინებელში ვიწექიო და უფალი რომ მოვიდა ღამეო რაღაცნაირად გამხნევდიო, ცუდ სიტუაციაში ვიყავი. არც ლიკას ვიცნობდით, შეიძლება არც ის გვიცნობდა, მაგრამ უფალი მუშაობდა. უფალი მოუწოდებდა ადამიანს, ხო? ისე მუშაობს ის ყველა ჩვენგანთან. ყველა თქვენგანის ცხოვრებაში მას აქვს ეს სამუშაო ჩატარებული. თუ ადამიანი ღმერთის მიერ არ არის მოწოდებული, ხო? ჩვენ ამაოდ დავხარჯავთ დროს. აი პიტერ ვაგნერი იყო ერთ-ერთი მსახური, რომელსაც ჰქონდა ძალიან სერიოზული მსახურება და ასეთ რაღაცას ამბობს, რომ ძალიან დიდი დრო დავკარგეო იმ ადამიანებზე დროის ხარჯვით, ვინც რეალურად მოწოდებას არ გრძნობდნენ, რომ უფლის სამსახურში ყოფილიყვნენ. ბევრი დრო დავკარგეო და დიდი შეცდომა დაუშვიო. არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება არიან ხელიცათრები. ყოველთვის უნდა შეახსენო მსახურებაზე მოსვლა, ყოველთვის უნდა უთხრა, რომ ეს სამსახურზე მნიშვნელოვანი მსახურებაა, ყოველთვის ჭირდება შეახსენო, რომ ლოცვა აუცილებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც დაუძახება, აი როგორც მებაჟეს მათეს დაუძახა იესო ქრისტე. გამომყევი და გაყვა რა, მიატოვა ყველაფერი და გაყვა, იმიტომ რომ მის გულში ის ეძებდა რაღაცა აღმატებულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ესეთი ადამიანი რომ ვიპოვოთ, ხო? ჩვენ უნდა ვილოცოთ, იმიტომ რომ მხოლოდ იესო ქრისტე შეუძლია ჩვენი გული განაწყოს იმ ადამიანების ასარჩევად, ვისიც ის სამუშაოს უკვე ატარებს, ვისიც სულიწმინდა მუშაობს. თუ ღვთის მიერ მოწოდებული არ არის, როგორც მსახურთა გუნდის ნაწილი, როგორც თანამსახური, როგორც მებადური, ამაოდ დახარჯავ დროს და პიტერ ვაგნერი იძახის, რომ ძალიან ბევრი დრო დავკარგეო ადამიანებზე, რომლებიც მთელი ცხოვრება საბოლოო ჯამში ხელიცათრებები იყვნენ. მერჩივნაო, რომ აი ეს დროის დიდი მონაკვეთი დამეხარჯა იმ მცირე 10, 15, 20, 25% ადამიანებზე და უფრო მეტი ინვესტირება მომახდინა მათზე, ვინც გრძნობდა ამ მოწოდებას, ვინც მზად იყო, რომ უკან მოუხედავად გაჰყოლოდა იესო ქრისტეს. აი მე იმედი მაქვს, რომ თქვენის ადამიანები ხართ, ვინც გადაიხდის გადასახდელ ფასს საჭიროების შემთხვევაში, ვინც უკან არ მიიქცევა, ხომ მე დავწერე კიდევაც, ვინც გუთანს უდგას და
პრობლემები არ ელევა და სულ იმ პრობლემებში არის და სულ იმ პრობლემების მოგვარებას ცდილობს და ამიტომ კონცენტრაცია პრობლემების მოგვარებაზე გადააქვს, ხო? საბოლოო ჯამში ეს პრობლემები არ დამთავრდება და აი ეს ჯადოსნური წრე სადღაც უნდა გაწყდეს. აი მე არ ვიცი მოგიყევით თუ არა, ძალიან გამიჭირდა ერთხელ, როდესაც მსახური ვარ უკვე ცოლი მყავს. საქართველოში სამსახურები არ იყო 90-იანი წლების 2001 წელი იყო 90-იანი წლების ბოლოს კი იცით რა სიტუაციაც იყო და ფეხსაცმელი დამეხა ერთხელ და შემწვა რა ვიღაცამ დაინახა ამ შუა ქადაგებაში კავწითლი ვიღაცა დახეულ ფეხსაცმელზე მიყურებდა და ჩემ მშობლებს თხოვე რომ დამეხმარეთ მეთქი რა გამიჭირდა მეთქი ცოტა და გააგიჟდნენ ჩემები რო გაიგეს რომ ფეხსაცმელი რა დაგემართაო სად დაიწყეს სიარული რამ გამოგაშტე რამდენ ფულს შოულობდი ამდენ რაღაცას და მაიკო უკვე ჩემი ცოლი არის და ეს წერილი რომ მივიღე ჩემი მშობლებისგან შევედი ტუალეტში და ვტიროდი იმიტომ რომ არ ვიცოდი რა უნდა მექნა რა აი ძალიან დიდი დარტყმა იყო იმიტომ რომ არც ფული მქონდა არც ფეხსაცმელი მქონდა არც არაფერი სახურება და აი გამოვიტირე იქ მაიკოს არც მინდოდა რომ ენახა და გამოვიტირე იქ და ვთქვი რომ უფალო იესო ქრისტე რა ვიცი რა იოსები იყო დავითი იყო ა ブラ ამი იყო ისაკი იყო ყველას რაღაცის გავლა მოუწია ყველა სადღაცა ზღვარზე გადიოდა ან უნდა დარჩენილიყო შენ სამსახურში ან უნდა დაეწყო ფულის შოვნაზე ფიქრი და ვიცი რომ იმათ ყველას მიეცი გამარჯვება და აი 50 თეთრიანის ჩაგდებაც მომიწია ერთხელ იქ მე მოგიყვებით მაგ ისტორიას თუ არა მაქვს თქვენთან მოყოლილი და რო გამოვიტირე თქვი რომ უფალო აი მაინც არ დავიხე უკან მაინც აი შენ უნდა გიერთგულო მაინც შენ უნდა გამოყვე და რაც იქნება იმათ არ უღალატე და მეც არ მიღალატე ეს მეც არ მიღალატე ეს გასწავლელია ყველა მსახურს სადღაცა ეხა აუცილებელი არ არის რომ ყველა ზღვარზე იყოთ ისე როგორც მე მაგრამ სადღაცა თქვენი გადაწყვეტილებები გექნებათ მისაღები და აი თუ ღმერთის მიერ არ ხართ რომელიმე არჩეული და ეს უბრალოდ მე მომეწონეთ და მაიკოს მოეწონეთ და მაგიტო ჩამოვაყალიბეთ ეს ჯგუფი და მაგიტო მოხვდით ამ ჯგუფში თქვენ ამას საბოლოო ჯამში ვერ გაუწევთ მე არ ვამბობ იმას რომ რყევები არ იქნება დროებითი რაღაცა გადაწყვეტილებები არ იქნება მისაღები მაგრამ ამ ხედვას ამ იდეას რომ იყოთ ქრისტეს მსახურები იყოთ მისი ჯარისკაცები ამაზე უარი არ უნდა თქვათ შეიძლება იცით როგორ იყო აი მოციქულებიც კი როდესაც იესო ქრისტე მოკდა და აღდგა და ამაღლდა და წავიდა ხო თევზაობას მიუბრუნდნენ ახლა მე არ ვამბობ იმას რომ ეს სისუსტის მომენტები მათ არ ქონიათ ახლა არა ღმერთის მიერ მოწოდებულები რო იყვნენ ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ ცხოვრებაში არ ყოფილა სისუსტის მომენტები ისინიც მიუბრუნდნენ და იესო ქრისტე ნაპირზე ხვდება გახსოვთ ხო ეს მომენტი თევზს წვავს და რაკენით თუ შვილებო რამე დაიჭირეთო და პეტრე ამბობს ეს უფალია და გადახტება წყალში და მიცურავს და მივიდნენ და აი ჩემთვის ძალიან გულის ამაჩუხებელია აი ხელმოწარული მოწაფეები რაღაცა განსაკუთრებულს გაყვნენ მერე მათი უფალი მოკლეს კი აღდგა კი ამაღლდა კი იცია რომ იესო ცოცხალია მაგრამ მეუბრუნდნენ რა თავიანთ ხელობას რა ისევ ხდება ეს მომენტები მეგობრებო მაგრამ ფარხმალე არ უნდა დავყაროთ უნდა გვახსოვდეს რომ ეს ჩვენი რწმენა იცდება და დროებითია ჩვენი მერყეობა გაუძლებთ დავდგებით და უფალი დაგვანახებს და გაგვიყვანს და აი დაპირფარეშოში გამოვიტირე ტუალეტში ვიყავი ჩაკეტილი გამოვიტირე და მივიღე გადაწყვეტილება რომ მშიერი რომ მოუკვდე უფალო ფეხშიშველი რომ მომიწიოს არ უნდა წავიდე და რამოდენიმე კვირაში იქ ძალიან მაგარი სამსახური შეუმთავაზეს ხელფასი დამენიშნა ამერიკელთან ერთად რაღაცა ბიზნესი წამოვიწყე $300 დამენიშნეს ხელფასი და მეთქი ვაუ ღმერთო ეს რა გააკეთე და სხვანაირად შემოტრიალდა ჩემი ცხოვრება თუმცა მანამდე აი ესე ვიყავ ახეთ იოანეს 15:16-ში წერია თქვენ არ აგირჩევი ვართ არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ რათა წახვიდეთ და ناقოფი გამოიღოთ და თქვენი ناقოფი დარჩეს რათა რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით მან მოგცეთ თქვენ ახეთ რა მაგარია ჩვენ აქ აი ორ მხრივ შეთანხმებაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ აქ ლაპარაკი იმაზეა რომ კრიტიკული არის უფლის მოწოდება იყოს ადამიანის ცხოვრებაში. კრიტიკული არის, რომ ჩვენ აი შინაგანად გქონდეს მოწმობა, როდესაც ადამიანებს ვირჩევთ
ჩვენს თანამსახურება ჩვენი გუნდის ნაწილად, ვისაც ვირჩევთ რომ მოვემსახუროთ, დავწვრთნათ, რომ აი ვიცოდეთ შინაგანად კონდეს მოწმობა, რომ ეს ადამიანები არიან მოწოდებულნი მსახურებისთვის. აი მე მაგალითად არ მიშვებს აი ეს შეგრძნება სოლომონზე, რომელსაც ახლა დიდი პრობლემები აქვს, უმუშევარია, ცოტა წაუზარმაცებს კიდეც, ცოტა თავის ილუზიებში ცხოვრობს, მაგრამ გრძნობ რომ ეს ადამიანი მოწოდებულია მსახურებისთვის. უფალმა შინაგანად დამიმოწმა კიდევაც და აი ჯერ ვერ ვარ ისეთი ეფექტური ამ ადამიანის მომსახურებაში, მაგრამ აი ვლოცულობ რომ უფალმა დამანახოს როგორ მოვემსახურო ამ ადამიანს. რომ რაღაცნაირად აი ამ წრიდან გამოვიყვანო და მიუახლოვო უფალს. და აუცილებლად მინდა რომ აი ეს შინაგანი მოწმობა გადაიზარდოს მის ეფექტურ ნაყოფიერ მსახურებაში. ნახეთ, თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ. ეს ჩვენი ძალით არ ხდება. გადაწყვეტილება შენ თუ გულში გიღიტინებს რომ შენ უნდა იყო იესო ქრისტეს მსახური, ეს შენი ინიციატივა არ არის. ადამიანებს ესე არ უნდებათ ხოლმე რა. ეს იესო ქრისტე აღვივებს ამას და არანაირმა გამოწვევებმა, არანაირმა სირთულეებმა ეს გაღვივებული მოწოდების გრძნობა ჩვენში არ უნდა ჩაახშოს. უფალმა დაინახა ეს და ამის მამის მიერ მოწოდებიდან გამომდინარე დაუძახა ამ ადამიანებს, მაგრამ ნახეთ აქ რა ხდება, აგირჩიეთ, დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს. ეს არის მათი მსახურება. წავიდნენ და ნაყოფი გამოიღონ. ჩვენი მსახურება არ არის უბრალოდ ვიქადაგოთ, უბრალოდ ვიმარხულოთ, უბრალოდ ვილოცოთ. ჩვენი მსახურება გამოიხატება იმაში, რომ საბოლოო ჯამში ნაყოფები გამოვიღოთ. აი ხო არ შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ აი ჩემი ცხოვრების მიზანია, ჩემი ბიზნესის მიზანია, უпростоრად ესე რომ ვთქვათ, რომ მე მიწა მოუხნას,არეველებისგან გავანთავისუფლო, ხორბალი დავთესო. აი ეს არის ჩემი მიზანი, უნდა მოურწყა, ყველაფერი გავაკეთო, უდარაჯო რო ყვა, არა, მიზანი ეს კი არ არის. მიზანი ის არის, რომ ამ ყველაფერს რო გააკეთებ, შემდეგ აქედან მოსავალი აიღო და უფრო მეტი ხორბალი გქონდეს. გასაყიდად იქნება, მშიერის დასაპურებლად იქნება თუ შემდგომში დასათესად. ჩვენ თუ აგვირჩია უფალმა, როგორც თავისი ნაყოფები, ახლა ჩვენ გვადგენს, რომ წავიდეთ და ნაყოფი გამოვიღოთ. უბრალოდ მოზიარეობა არ არის საკმარისი მასთან. უბრალოდ იესო ქრისტეს გაცნობა არ არის საკმარისი. ჩვენ ამის გაკეთება მარადისობაში შეგვიძლია, მაშინ ჩვენ პირდაპირ შეუძლია, რომ წაგვიყვანოს ამ დედამიწიდან, მაგრამ მიზანი აქვს იესო ქრისტეს, რომ ჩვენ ადამიანთა მებადურებად უნდა გვაქციოს. პირდაპირ უთხრა ეს მოციქულებს, ხო? ჩვენი ცხოვრების მიზანი, ჩვენი მსახურების მიზანი არის ის, რომ წავიდეთ, ნაყოფები გამოვიღოთ და ჩვენი ნაყოფი დარჩეს. მერე კი ნახეთ რა წერია მეორე მხარეც აქვს ამას. რათა რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მან მოგცეთ თქვენ. ეს ორმხრივი შეთანხმება არის. შენ როდესაც მიდიხარ, ნაყოფს გამოიღებ და ისეთ ნაყოფს გამოიღებ, რომელიც დარჩება, შენს გაქვს აქედან სარგებელი. შენ რასაც თხოვ მამას, შენ მოგეცემა. მაგრამ პირველი ვთქვით, რომ იესო ქრისტე ირჩევს ადამიანებს, მეორე ვთქვით, რომ ამას ლოცვა უსწრებდა წინ, უნდა დაენახა იესო ქრისტეს, რომ ღმერთი უმოწმებდა, რომ ეს ადამიანები უნდა აირჩიო შენ, ჩვენ შინაგანი მოწმობა გვჭირდება. მესამე რაც უნდა გავითვალისწინოთ ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა იყვნენ უფლის მიერ მოწოდებულები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მე თქვენ შეგეკითხებით, ვინ გრძნობთ, რომ ხართ მოწოდებული ამ საქმისთვის? და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მოწოდებულები მიდიან და იგივე ნაყოფებს გამოიღებენ, რაც იესო ქრისტემ გამოიღო და შემდეგ ამას თავის სარგებელიც მოყვება პირადად მათი ცხოვრებისთვის. რასაც მამას თხოვენ თავისი იესო ქრისტეს სახელით, მათ მიეცემათ ეს. ეხლა მე ცოტა ხანი გავჩერდები და აი ყველა მინდა მითხრათ, გრძნობთ თუ არა, რომ უფლის მიერ ხართ მოწოდებული და რანაირად გრძნობთ და რას ხედავთ? რა ადგილი უკავია ამას თქვენ ცხოვრებაში? და რისი გაღება შეგიძლიათ იმისთვის, რომ აი ეს მოწოდება, რომელსაც გრძნობთ უფალში, თქვენ ცხოვრებაში სისრულეში იქნას მოყვანილი. აბა ვისგან დავიწყოთ?
პირველი ჩემთან ჩანს კვარა. კვარა, ჩართე მიკროფონი და გითხარი, აბა. რატომ ფიქრობ, რომ მსახურებაში უნდა იყო, როგორ გზნობდა? რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამას შენ ცხოვრებაში? ან როდის იგრძენი რომ უნდა იყო მსახურებაში და როგორ უნდა ემსახურო? და რატომ არის ეს შენთვის მნიშვნელოვანი? ჩათ. რა ვიცი, რა ვიცი. არ ვიცი როგორ თქვა მეთქი. მოიფიქრე, დაგელოდებით. შენ მოხერხებული მარგალი ხარ, ყველაფერი იცი და უბრალოდ თავს იკავებ ხოლმე. აი რატო გზნობ, თუნდაც აი რომ გაგიადვილო ცოტა. აი იმ ადამიანს რატო ეკონტაქტები, რატო ცდილობ, რა არის შენთვის, რას გაძლევს ეს? პირადად განწყობას რაღაცას გიცვლის, როცა ადამიანებს ემსახურები? აი ასე რომ შრომობა, ასე რომ შიგნით როგორ გზნობას გაძლევს ეს? სულ მეთქრება იმაზე რომ რა ვიცი უფლისთვის რო გავაკეთო რამე თან რა დავარჩინო ეს ადამიანს რაღაცნაირად აი უკავშირებ ამას მოწოდებას, რომ აი რადგან სულ გეფიქრება, ინდება უკავშირებ ამას, რომ შენი მოწოდებაა? დიახ, უკავშირებ. აი როდესაც აკეთებ იმას, რასაც ფიქრობ, რომ შენი გასაკეთებელია. როგორი გრძნობა მოყვება ამას? რაღაცნაირად სიმბონია ვიფსებით უფრო უახლოვდები ჩემი საქციელებით. შენ განიჭებს კმაყოფილებას ესა? მეც ალბათ ხო, მეც თვითონ ეს ადამიანი სახათ რო ვესაუბრები უფრო რაღაცნაირად საიმედოა რამისთვისაც. აი როდის იგრძენი პირველად რომ აი რაღაცა უნდა გააკეთო უფლისთვის? რატო იგრძენი? შეგიძლია გითხრა? თუ გახსოვს, შეიძლება წლების წინ იყო და მაგრამ აი რაც გახსოვს, აი როდის გადაწყვიტი შენ ზღურში რომ იყო, რატომ გადაწყვიტი ან აი შენ პირველად როდის იგრძენი რომ გინდა რომ იესოს მსახურებაში იყო? დიდი ხანია სულ მინდა რომ იყო უფალთან მსახურებაში. უფრო მეხმარება რაც უფრო ახლოს ვარ უფალთან, უფრო სიმშვიდე მაქვს, განაგებულიც მაქვს ცხოვრება. კი ბატონო, აი შენ ესე იგი იმას გრძნობ, რასაც ქვია, რომ აი რასაც მამას თხოვთ ჩემი სახელით, მოგცემ თქვენ, აი თითქოს ამ შეთანხმებაში ხარ, ხო? მოწოდებაში, როდესაც ხარ აკეთების, რაც მიგაჩნია სწორად, უფრო სიმშვიდეც გაქვს და უფრო კარგათაც გრძნობ თავს? დიახ, რა თქმა უნდა. ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი დასტური იმის, რომ ადამიანი მოწოდებულია მსახურებაში. ესეც მნიშვნელოვანია. აი ადამიანი, როდესაც აღწევს ამ საფეხურს, რომ მსახურებაში უფრო კარგად გრძნობს თავს, ეს განცდაც დასტური შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მე შემხვედრია ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ იცი რა, აი მოვიგვარებ ჩემს პრობლემებს და მე აუცილებლად ჩავდგები ღვთის სამსახურში. რაც უფრო მეტ დროს უთმობ უფალს, ასე მგონია რომ უფრო წარმატებული ვარ თითქმის ყველაფერში. რამოდენივეჯერ ახლა კვირა დღეს რო გადავწყვიტე მუშაობა, ყოველთვის რაღაცნაირად შემეშალა ხელი და რაღაცა და ყოველთვის კვირა დღეს ძირითადად არასდროს აღარ მუშაობ უკვე ისედაც რაც მე დროს ღმერთს უთმობ ალბათ მოიმაშობა რა ქვია. ნახე ახლა ეს შეიძლება ჩავთვალოთ ვთნათ, ნახე როგორი სიტუაცია, ალბათ კვირა დღეს რო გადაწყვიტე მუშაობა, ეგ იმის ბრალი იყო, რომ ცოტა ფინანსური სივიწროვე იყო და გინდოდა რომ მოგეწესრიგებინა, ხო ეგ ამბავი? დაახლოებით.
ანუ გამოწვევები მოდის შენ ცხოვრებაში რაღაცა ქარიშხლები, ასე ვთქვათ, ქარიშხალი თუ შეიძლება ამას დავარქვათ, მაგრამ თუ დაემორჩილები და გაყვები, მაინც და მაინც ვერ გილაგდება და თუ რწმენით გადადგავ ნაბიჯებს, უფრო გილაგდება თითქოს ასე ხედავ შენ? ხედავ რომ რაც მე დროს ვთქვი უფალს იგივე შეიძლება იგივე იმაზე ნაკლებ შეიძლება მუშაობ და იგივე ანაზღაურებას ვაკეთებ. ასე ვფიქრობ. უფრო იმაშობა წარმატებული ვარ ღმერთისთვის, რაც მე დროს გამოყოფ, უფრო მეტად უკვე მაკურთხებს ალბათ. აი, მადლობა ჩემო ძმაო, მადლობა. აბა ლაშა, შენ ახარ აქ შემდეგი ეკრანზე ვინც ჩანს. იმას მან და მაინც ვერ დავეთანხმები, რომ უფალთან რომ ხარ, მან და მაინც ყველაფერი დალაგებულად გაქვს. თუმცა უფალთან იმიტომ არ მსახურებ, რომ რაღაცა წარმატებები მქონდეს ან დამილაგოს ცხოვრება. მე მგონია, რომ სხვა ალტერნატივა არ არის. სხვა კარგი ალტერნატივა არც არსებობს და თუ უფალს არ ემსახურე, სხვა ვის უნდა ემსახურა, როგორ უნდა იყოს საერთოდ. როდის მიხვდი მაგას ლაშა, რომ აი ეგ იგრი? რავი, ალბათ ბევრი რაღაცების გამოვლის მერე მივხვდი, რომ ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა არის მომენტები, როცა ვფიქრობ, რომ უფალი ძალიან დიდ მადლს იჩენს, რა თქმა უნდა. თუმცა ვფიქრობ, რომ არიან ისეთი ადამიანები, ვინც უფალს არ იცნობენ საერთოდ და უფრო წარმატებულები არიან. ანუ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს წარმატებისთვის უფალს ემსახურები თუ არა, იმიტომ რომ ბევრი მილიონერია, ბევრი პროფესიონალია, რომლებიც საერთოდ არ იცნობენ უფალს და წარმატებულები არიან. ამიტომ მინდა რომ გავაცალკეო ერთმანეთისგან, ანუ უფალს რო ვემსახურები, არასდროს არ მიფიქრია, რომ მე უფრო წარმატებული ვიქნები უფალს თუ მოვიმსახურები. მე მგონია ეგ რაღაცნაირად შეცდომაში შემპარჩევით თავი. ალბათ იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ წამს მაგითაც ხდება ეგრე, მაგრამ არც ის არ არის, უფალს რომ მოემსახურო, ოიმე წარმატებული ვიყო, არ მგონია ეგ სწორი მიდგომა იყოს ჩემი მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის დამიუხედავად უნდა მოემსახურო უფალს, წარმატებული იქნები თუ არ იქნები. ბევრი სიკვდილი დასაჯეს და იმაზე ვერ ვიტყვით ახლა, რომ ივანე ათვისებელი წარმატებული იყო და პავლე წარმატებული იყო. სხვადასხვა ახსნა აქვს მაგ წარმატებასაც. ყველაზე მთავარი ის არის, რომ დანიშნულება კაც მიცემული ღმერთისგან და იმაში რო არის ზუსტად ეგ არის მთელი წარმატება. დანიშნულებას რო გამოაცლი, მერე არის ტკივნეული ცხოვრება. დანიშნულებაში რო ხარ, რო ფიქრობ, რომ ყველაზე დიდ ღმერთს ემსახურები, ამაზე მეტი წარმატება მგონი არ არსებობს. რაღაცნაირად გრძნობ თავს, რომ ეს პატარა ნაწილი ხარ იმ დიდი გეგმის, რაც ღმერთს აქვს ამ ქვეყნისთვის, ამ ხალხისთვის. შენ ახლა ძალიან დიდი განცხადება გააკეთე ლაშა. გეთანხმები მაგაში და იცი რა მაინტერესებს? აი რაღაცა ზებუნებრივი ჩარევა მოხდა და მაშინ მიხვდი, რომ აი ყველაზე წარმატებული მაშინ ხარ, როდესაც მოწოდებაში რჩები და შენ საქმეს აკეთებდი, აი პატარა ჭანჭიკის როლს ასრულებ, რაც უნდა შეასრულო თუ აი რაღაცა ინფორმაციების ერთობლიობა მიგიყვანა თუ უბრალოდ წმინდა წერილში დაინახე თუ აი როგორ მიხვედი მაგ დასკვნამდე, ეგ მაინტერესებს. რანაირად იგრძენი, რომ ეგ არის მნიშვნელოვანი. ალბათ ყველაფერი ერთად გურამ წერილიც მაგას ამბობს და ცხოვრების გამოცდილებამაც ეგ მაჩვენა, ხალხსა დაკვირვებამაც მაჩვენა, ჩემ გარშემოც ახლა ვისგანაც ვიღებ მაგალითს იმაზე დაკვირვებით, ბევრი სრულ თეორიაც მინახავს, სრულ ბიბლიური გაგებაც და ყველაფერს შეჯამებით. მაგრამ ყველაფერს და მიუხედავად ის არის, რომ ყველაზე რთულ მომენტშიც კი
არ მიფიქრია, რომ აი მე ღმერთს ვერ მოემსახურები. შეიძლება თავი მიგზნია, რომ ღმერთო ეხლა განწყობაზე ნაღდათ არ ვარ და შეიძლება ლოცვაზეც ვერ შევიდე, მაგრამ ის არასოდეს არ მიგზნია, რომ წარუმატების მიზეზი ღმერთია, ანუ ბევრ რაღაცას ვერ ვგებულობ მე ამ წარმატების ცხოვრებაში. თუ წარუმატებლობის რა თქვი? წარუმატებლობას ღმერთს ვერ დავაბრალებ, ის ჩემი ბრალია და ღმერთი იმის გარანტიას არ გაძლევს, რომ პრეზიდენტი გახდები. ძალიან ბევრი ღმერთს არ იცნობს და ისინი ბევრს აღწევენ. თუმცა ყველაზე დიდი მოტივატორი რაც მსახურისთვის უნდა იყო ის, რომ ღმერთს ემსახურები და მაგით ყველაფერი დამთავრდა. შენთვის არ არსებობს უკვე წუთი სოფელი. ეხლა თუ მოგცა ღმერთმა, მოგცა მოგმადლა, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ იმიტომ გაძლევს, რომ ემსახურები ღმერთს. ყველაზე დიდი აქტივები ეხლა რაც არის ჩვენთვის ის, რომ შენ თავთან რო ხარ, რომ აი ღმერთისთვის რაღაც ღმერთმა გამოგიყენა და აქტივებს აგროვებ იქ და არა აქ. ანუ ყველაზე დიდი მოტივაცია ეგ უნდა იყოს მსახურისთვის. თორე ეხლა მე რომ ღმერთს მოემსახურები და კარგ სახს მომცემს და კარგ ცოლს მოვიყვან და რაღაცა ხელფასი მექნება და ბიზნესებს დავიწყებ, ეგ არ უნდა იყოს. ეგ არის ყველაზე დიდი ცდუნება, რაც მსახურს შეიძლება გქონდეს და თუნდაც ფაქტიურად ეხლა შემდეგ სლაიდებს გადაწვდი ეხლა ფაქტიურად შენ წინასწარ. მინდა რომ დავასრულო. იცი რა მაინტერესებს აი ამ მსახურებას და შენ მოწოდებას პროცენტულად რო ვთქვათ შენ ცხოვრებაში რამხელა ადგილი შეიძლება ეკავს? ნიშნულოვნების მიხედვით რო ვთქვათ. ჩემი დანიშნულება უფლის მსახური. უფალი მემაძლევს სამსახურს, იმიტომ რომ მქონდეს ფული რომ გადავიხადო დინის ქირა და ვიცხოვრო იქ და მოემსახურო ეკლესიას. ჩემთვის არა ქართული ეკლესია არ იქნებოდა, მე აქ მსახურებდი, სანამ ქართული ეკლესია ჩამოყალიბდებოდა, იქამდე მსახური ვიყავი. პირველი წელი, მგონი ერთი წელი არ ვიმსახურე, იმიტომ რომ სწავლობდი, ძალიან ბევრ წიგნს ვკითხულობდი, რომ საერთოდ რაღაცეები აზრი არ ვიყავი. პირველი წლის მერე სახლში გავხსენი უჯრედი. პირველი წლის მერე, როდესაც იესო ქრისტე გავიცანი. იმ დღიდან დაწყებული უბრალოდ 3 თვეში მივედი და დავიწყე სლაიდებზე მუშაობა 3 თვეში. რომ მომნათლეს 3 თვეში სლაიდებზე, სადაც ყოველთვის იყო, სადაც დასალაგებელი იყო, ან გადასაადგილებელი იყო. ფაქტიურად სხვანაირი ბენზინი აღარ არსებობს, სხვანაირად ვეღარ სიცხოვრებ, თუ არ მოემსახურებ. ეგ არ ვიცი რატო უნდა არიდებდე თავს მსახურება, არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სიცოცხლის მომცემი შენთვის და მოწოდება რაც რატომაც ღმერთმა მოგვიწოდა არის ის რომ მოემსახუროთ იმას და ეს მე სამსახური მაქვს და ვიზას მომცემე თუ არ მომცემენ ეს ემსახურება ღმერთის გეგმას და არა ლაშას კარგად ყოფნას და წარმატებულებას. ჩემი წარმატება არის როდესაც უფალი ამიღებს და აი დღეს მაგალითად ვიღაც საერთოდ უცხო ადამიანთან წავედი და მითხრეს რომ ამ ვიცო უნდა იესოზე აინტერესებს რომ რაღაცის გაგებაო რა პატარა ბიჭი იყო 23 წლის ბიჭი წარმოუდგენა საერთოდ წაშლილი წავედი წარმოუდგენა არ მქონდა რამე ლაპარაკა როგორ მელაპარაკა ერთი ვილოცე რომ ღმერთო აგერ არის არც ვარ ეხა განწყობაზე სამ პარასკევი ყველაზე ცუდი დღეა იმიტომ რომ მთელი კვირის ნამუშევარ დავი ზიხარ და ელაპარაკები და აი ანთებული ხარ ისეთი რომ გეგონება აი დასვენებული შაბათის მერე კვირა დღე თენდება აი ესეთი ხარ ხო და როდესაც ლაპარაკობ იესოზე აი ტაო გაყრის და რაღაც ინთები და თვალებზე გეტყობა სიხარული და ეს ხო და ამებს რომ შეიგზნო მე რა უნდა გამაკვიროს რა წარმატება რა ხელფასის მომატებამ რა ბიზნესმა მე უნდა მომთაფლოს ისე რომ უარი თქვა აი ამ უფლის შვილების და ხამ ხალხის მომსახურებაზე არ ვიცი ყველაფერი ჩავახსო ახლა ისიც მინდა ბატონო, მადლობა, ეგ შენი გულის განწყობა არის და არაჩვეულებრივია, ძალიან კარგია. ეს შეიძლება ჩაითვალოს შინაგან მოწყობად. მე ვფიქრობ, რომ კვარაც მაგას გულისხმობდა, როდესაც თქვა, რომ თავს უფრო კარგად უგრძნობ, უფრო ვივსები, შეიძლება კვარამ ესე გამოხატა. შენ გიყვარს ხომ თქვა, ტაო მაყრისო და კვარამ თქვა, უფრო ვივსებიო და მშვიდობას გრძნობ გულშიო და ეს მომენტები არის და ყველას თავისებური გამოცდილებაა იმ უფლის დასტურის.
რომ აი მე რო ამას ვაკეთებ, ეს ამაში ვარ მოწოდებული, ყველასთან თავის გასაგებენაზე უმოწმებს ღმერთი ადამიანებს. მადლობა ლაშა, მადლობა. აბა მაიკო, შენ რას გვეტყვი? აი შენ ცხოვრებაში რა ადგილი უკავია და როგორ გრძნობ და რატო გრძნობ, რომ აი ეს მოწოდებული ხარ მსახურებაში? მე ჩემს ცხოვრებაში უკავია მთელი სული, გული და მთელი არსება. აი როგორ რა ვთქვა, ყველაზე კარგად და ბედნიერად ვარ ჩემ და-ძმებთან და ეკლესიაში როცა ვარ. მორწმუნეებთან როცა ვარ უბედნიერესი. ქვეყნიერებაზე ადამიანებთან ურთიერთობ, იმიტომ რომ რაღაც საჭიროება არის მათთან ურთიერთობის, მაგრამ აი თითქოს როგორ ვთქვა რა, დისკომფორტი რო გაქვს თითქოს, აი უკვე ერთადერთი თემა არის მხოლოდ იესო ქრისტე რაც შეიძლება ამ ადამიანებთან მაკავშირებდეს. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მაინც ესეა რა. თუ მათთან ვარ და იესო ქრისტეზე მიდის საუბარი ან რაღაც საისია, როგორც უფლისთვის არის მოსაწონი, ძალიან ბედნიერად და კარგად ვგრძნობ თავს. თუ არა და თითქოს აი როგორ ვარ, იცი? აი რო არ გინდა უკვე სხვა ურთიერთობები რომ არ გინდა ისე რაღაც არც ერთ თემებზე გარდა უფლისა. რა საუფალთან მოვედი, ყველაფერი რაღაცნაირად ისე მოხდა, იცი, ყველაფერი იყო ზებუნებრივი რაღაცეებიც ბევრი და მე ძალიან მიყვარს ზებუნებრივი რაღაცეების თქმა. სულ ესე ვიყავი, თითქმის არც მახსოვს ჩემი თავი სხვანაირად, არ ვიცი. მოსმის წუთებიდან ყველაფერში თითქოს სადაც ვიყავი ახლა იმ ეკლესიაში იმპერიოს გულისხმობ, დარბევები იყო თუ სემატყეპა თუ რაც იყოს შუაგულში ვიყავი ყველგან მოხვედრილი, მაგრამ არასოდეს უკვე არ მithქვია რომ ეს რა უბედურებაში მოვყევი და მეორეთი ხარ წავალ. პირიქით უფრო მივდიოდი, აი იმასავით, აი რაღაცნაირად შემართებით, რომ ვეცით ყოფილიყავი მათთან ერთად და სულ იმის განცდა მქონდა, რომ იქ უნდა ყოფილიყავი აუცილებლად. იყო პერიოდები, როცა ძალიან რაღაცეები ბევრი შეცდომაც მომივიდა, მაგრამ არასოდეს უფალი არ მტოვებდა. აი შინაგანად ყოველთვის ვიცოდი, რომ უფალი იყო ჩემთან. და ყოველთვის ვთვლიდი, რომ რაც გავიარე, ალბათ ესე უნდა გამოვიო. შეიძლება რაღაცები ზოგჯერ უფრო მეტი მოზიარება გქონდეს და რაღაცები სწორი გზით იარო უფრო მეტად, რა ვიცი რა, როგორ ვამბობ. ეხლა რასაც ვხედავ, რომ არის გასაკეთებელი და შემიძლია, ხო? თუ აი რაღაცნაირად ისე ეწყობა, რომ ან მეუბნებიან ეს გააკეთე, აი ეს ხო? ვთვლი, რომ ეს უნდა გავაკეთო ამ ეტაპზე. ვიცი, რომ ჩემი არაფერი არ არის, ყველაფერი არის უფლის და თუ ხალხი მეტყვის, რომ აი ეს ყველაფერს ხელი გაუშვი და ეხლა სხვა რაღაცა გააკეთე, აი ეს გადავარ, რომ ერთი სიტყვით სადაც იქნება, როგორც იქნება საჭირო, აი იქ ვიყო. ოღონდ უფალთან ერთად ვიყო ფუნდეს მილს რა. ანუ ყველაზე მთავარი შენთვის ეს არის. ხო, ეს არის და თან აი გრძნობ, აი ჩემს გულში გრძნობ მისთან დასწრებას. აი ყველას ესე მგონია, რომ ყველა მორწმუნე მიცის რას ნიშნავს. აი რა ისები მის სიყვარულით და მისთან დასწრებით რაღაც სხვანაირ ძალა რომ გეძლევა. მოჩახები დაშას რომ მიუხედავად ყველაფრისა, რომ არის პრობლემები, რაღაცები, ის რაღაცა სხვა არის მაინც შიგნით. რომ არა განწყობაზე, არა ხასიათზე, არაფერზე და არა ხარ დამოკიდებული და აკეთებ იმას, რასაც უფალი გრძნობ, რომ გეუბნება, რომ უნდა გააკეთო. ამინ. მადლობა ჩემო კარგო. კი ბატონო, მეც ვეთანხმები, რომ აი ყველაზე დიდი წარმატება იესო ქრისტესი რა იყო?
როცა პური გაამრავლა თუ ჯვარზე რო იყო გაკრული. რეალურად წარმატებული იესო ქრისტე წარმატებული იყო ჯვარცმული. ეგ იყო ყველაზე დიდი წარმატება მის ცხოვრებაში. ამ დროს დედა მისახედი ყავდა. ოჯახის წევრები ბოლომდე ჯერ ვერ უგებდნენ. ანუ პრობლემები მოსაგვარებელი იყო, საკუთარი ოჯახის წევრები შეშლილს ეძახოდნენ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს რომ ყველაფერი, მაგრამ არც იმას ნიშნავს რომ ეს ყოველთვის ესე უნდა დარჩეს. თუმცა წარმატებად ჩვენ ვერ შევრაცხავთ ფულის შეუნას ამ წარმატებას სამსახურში ან სადღაცა. შეიძლება სამსახურში წარმატებული არ იყო ფულის შეუნაში, მაგრამ შენი წარმატება გაზომო იმით, რომ შენი ყველა თანამშრომელი მიიყვანო იესო ქრისტესთან. აი ეს წარმატება არის. მაგრამ აი რაღაცეებში გავლა უწევს ადამიანს. და ამასინად ფიქრობდი, იცი რას ფიქრობდი? არ ვიცი ახლა ეს გამოცხადება იყო თუ რაც იყო, მაგრამ აი ხშირად აი რაღაცაზე საკითხზე რომ ფიქრობ ხოლმე, მე რაღაცნაირად ასეთ ჩემში ვღებულობ ხოლმე, რომ აი მიუხედავად ყველაფრისა, ვიცდებით რამდენად ერთგული ხარ. არი თუ არა რაღაცა რამაც შეიძლება ჩამოგაშოროს და აი ეს სხვა ეს წერილის ის ადგილი ამოტივტივდა რომ ვერც ვერავით არის პრობლემა ვერ ჩამოგაშორებს რომ ვერ ჩიმშილი ვერ შევიწროება ვერაფერი ვერ ჩამოგაშორებს. ვინაიდან ქრისტეს სიყვარული ჩაიღვარა ჩვენს გულში. ხო და რადგან აი ეს შიგნით რაც არის, ხო ეხა უფალი ხომ გვეხმარება იმისთვის, რომ ამ დედამიწაზე ეს პერიოდი გამვლოთ, მოემსახუროთ მას და დავიმკვიდროთ ზეცაში. უფალი ხომ ამაში გვეხმარება, ის ხო ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის აი ამ საქმეში. და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ღმერთს უნდა ნახოს როგორი რჩებით ჩვენ პრობლემების, განსაცდელების და რაღაცეების დროს. რჩები ამ ერთგულებაში თუ რაღაცა შეგაჩერებს, რაღაცა შეგაბრკოლებს. იობის მაგალითს ეხლა რომ ვფიქრობ ხომ ბოროტი ეშმაკმა რომ უთხრა რომ იმიტომ უყარხარო რომ ყველაფერი კარგად აქვსო. და ყველაფერი აწყობილი აქვსო, მაგრამ აბა ერთიო რაღაცები მოაკლდესო მის ცხოვრებაში თუ ის ისე დარჩება ისეთი. ეხლა ისეთი განსასწრებელი იყო რომ მოწყალია ჩვენი ღმერთი და ესეთი განსასწრებით ვიფარავს, მაგრამ კი ბატონო, გეთანხმები, აი ამის ცოდნა, რომ ჩვენი ყოვლისშემძლე მამა მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის აი ერთ წამში შეუძლია მოგვარება, მაინც უშვებს ჩვენს ცხოვრებაში რაღაცა გამოწვევებს და განსაცდელებს. ეს მან ჩათვალა თავისი სიბრძნიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვეხმარებოდეს, რომ გაუსწოროთ თვალე ამ გამოწვევებს და მივიღოთ ის გაკვეთილი, რასაც უფალი გვიტარებს. ამის ცოდნა, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, არამედ ყველა ადამიანი მასში არსებული გულისხმების მიხედვით იცდება. ეს ძალიან სერიოზული ჭეშმარიტება, რომელიც უნდა გვანთავისუფლებდეს ჩვენ რისგან, ეჭვებისგან, შიშებისგან, პრობლემებისგან და არასწორი გადაწყვეტილებებისგან და ასე შემდეგ. მაგრამ აი სამი ადამიანის განცდები მოვისმინე და გაავს ეს სხვადასხვა ფორმულირება იყო, მაგრამ გაავს სამივე ადამიანის შინაგანი განწყობა და გადაწყვეტილება, რომ უფალთან უნდა ვიყოთ, რატომ უნდა ვიყოთ და რანაირად. აი, აბა მარის მოусმინოთ. მადლობა, მაიკო. ყველას მინდა რომ მოგისმინოთ. შენ აი როდის იგრძენი, რატო იგრძენი, რატო ფიქრობ რომ მნიშვნელოვანია ეს მოწოდება და რა ფასი აქ თქვეს რომ მნიშვნელობა არ აქვს, უთხასიათზე ხარ, დაღლილი ხარ, პრობლემები გაქვს, ფინანსური იქნება თუ სხვანაირი, მაინც უნდა გაუყვეთი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და თავს კარგად გრძნობთ, როცა ამას ვაკეთებთ. შენ რა გიბიძგებს? ალბათ ამისკენ მებიძგა უფრო ღმერთის გაცნობა. როდესაც ღმერთი რო გავიცანი, იმის მიუხედავად მოვიდა ყველაფერი.
და ალბათ უარსაც ვერ ამბობ ვერაფერზე. ღმერთის გაცნობასთან ერთად მოდის ეს ყველაფერი. რომ შეიცნოთ ღმერთს, ღმერთს, ანუ როდესაც შეიცნობ ღმერთს, ანუ ეს ყველაფერი თან გდევს და მოგდებს და ვერც იმაზე ამბობ უარს მსახურებაზე, ვერც ანუ ნაბიჯი მიყვება. ეხლა ჩემი თვალიდან რომ ადრე რომ მოვედი სულ სხვანაირი ვიყავი და ეხლა რომ ჩემი თვალიდან გადმომახედა, ანუ ალბათ ვერ მიტყოდი უარს რავი რაღაცეებზე. იმიტომ რომ როცა მის ჯვარცმას და იმას ხედავ, ანუ მის ბუნებას და ხასიათს, ანუ ამავდროულად აი ფიზიკურად რო გადმოვიტანო მაგალითად, როდესაც იცნობ ადამიანი და გიყვარს არა, ხო ვერაფერს ვერ ვეუნები უარს. იგივეა ის მაგალითი რა. იესო ქრისტემ თქვა, თუ გიყვარვართ, ჩემს ცნებებს დაიცავთო და ფაქტიურად კი, ეს ასეა. კი, ნამდვილად ვეთანხმები ამ მუხლს. ნამდვილად ჭეშმარიტება არის და რაც შეეხება ბოლო რა იყო? რისი გაღება შეიძლება რამხელა ადგილი უკავია პროცენტულად ამას შენ ცხოვრებაში? რამდენად მნიშვნელოვანია? მნიშვნელოვანია ძალიან. ფაქტობრივად მე ამის გარეშე, ანუ ცხოვრებაც როგორ გითხრა, ამის გარეშე არ შემიძლია, აი თითქოს როგორც აი თევზი წყლის გარეშე ალბათ ეგრე ვიქნებოდი. ანუ რეალურად ამის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. არ შემიძლია. დიდება უფალს. მადლობა, მარე. აბა გიო. შენ რას გვეტყვი? აი ბავშვობიდან ალბათ ეს ანუ ის რო იყო ამ მოწოდებას რაღაც შინაგანი განწყობა რაც გახო ეს მგონია რომ ჩემი შინაგანი განწყობა უფლის განაპირე გარჯო აუ რა აი სკოლაში მაგალითად არ დამენანებოდა არა აი ჩასწრაფე ჰიპოთეზის როგორ მეგონა მარტო ჩემთან ჭედავდა. არის მსხმა. მეც ეგრე მეგონა მარტო ჩემთან ჭედავს ხო და. ეხა უკეთესად ისმის ან წყდება ეგ უბრალოდ გავიყვანე ისმის, რაც. მაგრამ ну მოკლედ რაღაცა აი რაც მქონდა ანუ გაყოფა არასდროს არავისთვის არ მენანებოდა რაღაც სიკეთის კეთება სულ მიყვარდა და რაღაც მგონია რომ ეს და მე მგონია რომ კიდე მგონია კი არა ზუსტად ვიცი რომ ბევრ ღმერთმა ძალიან ბევრი ნიჭი მომცადა რომ ღმერთის საქმეები მეკეთებინა და მე რაღაც ჩემი ცხოვრების ეტაპზე ვფიქრობ რომ ეს ნიჭები ჩემი რაღაც უყურადღებობით და რაღაცეებით ანუ ძალიან ჩაუკალი ჩემში რა და მიუხედავად ამის რომ ღმერთმა მაინც შემიწყალა ბევრ გასაცდელში და აი ეს თავის მადლი მაინც ჩემთან იყო ყოველთვის და რაღაც დამიფარა ანუ მინდა რომ ეს მადლი ანუ სხვებმაც გაიზიარონ რა აი ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ იცის ღმერთის შესახებ აი ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი არის ჩემი მსახურება ღმერთის საქმის კეთება მაგაში რომ ანუ აი სიყვარული და ის მადლი რაც ჩემთვის აქვს ღმერთს მოცემული და კიდე რასაც მიმზადებს და რაც გამზადებული აქვს ანუ სხვებმაც რო გაიზიარონ და გაიცნონ გამოცადონ რა აი რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენთვის აი რის გაღება შეძლებდი იმისთვის რომ ეგ მსახურება ბოლომდე მიიყვანო აუ ძალიან მნიშვნელოვანია და რის გაღება შევძლებდი რავი ალბათ სურვილი იქნებოდა რომ მაქსიმალურად რაც შემიძლია ყველაფერს გავიღებდი ალბათ ანუ ღმერთმა საკუთარი შვილი გაიღო იმისთვის რომ ჩვენ მოგმსახურებოდა და რაღაც კარგად ყოფილიყავით და გადავრჩენილიყავით ალბათ რავი ბევრ ამას გავიღებდი ალბათ რავი დროსაც ენერგიასაც რავი ას მატერიალურ ხარესაც ალბათ რავი ბევრ ამას ეს ახლა როდისმე უნდა დაიწყოს თუ უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში არა პრიორიტეტულ ადგილზე დგას
ავტორიტეტულ ადგილას დგას და ანუ აი იმის გამო რომ ხშირად მithქვამს ეხლა რა რომ აი ხა იმას აღარ გავუყვები ან იმას არ გავუყვები და აი იმ ჩემი სამუშაოს ამბავს არ გადავდებ ეხლა და უნდა ვიმუშაო და აი ეს გეგმა მაქვს მაინც რაღაცა გული იქით გამიწევს ხოლმე რომ მიდი რა ეს $100 არაფერს არ გიშველის და აიცი რა იქნება და ერთი საქმე გააკეთე ანუ აი დღესაც ეხლა უნდა მემუშავა და მაინც ისე მომიხდა რომ ბრუკლინში გავხდი ჩამოსასვლელი და მქონდა დრო ისე უკარო წავსულიყავი ეხლა 20 წუთში ჩამოვედი 20 წუთში წავიდოდი ისევ 3 საათი შემეძლო კიდე მემუშავა მაგრამ აი ღმერთმა რომ ისე მაინც ჩამომიყვანა ბრუკლინში აი მაინც მოვედი მე შემოვედი რა და აუ ვფიქრობ რომ ესეც აუ შინაგანად მინდოდა რომ შემოსულიყავი მაგრამ აი სადღაც მაინც ეშმაკი ცდილობდა რომ მოვეთხოვებინე და აი ღმერთმა რომ კიდე საბაბი არ მისცა ეხლა რომ ბოლომდე დავეჭირე და კიდე აქეთ თავის გამომქაჩა რა აი ამისთვისაც მადლიერი ვარ და აი ამის გამოც მინდა კიდე რომ ღმერთს ვემსახურო რა ანუ ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ და მოდი აი პარასნათქვამი გავიხსენოთ ეხლა რადგან ესე თქვი რომ აი ეშმაკიო მოდი მაინც აი ეშმაკს კი ნუ დავაბრალებთ ღმერთი გვიმართავს სიტუაციებს რომ აი გავგზარდოს სწორი არჩევნების გაკეთების მეშვეობით იმიტომ რომ აი მოსინჯავ მუშაობასაც მოსინჯავ არ მუშაობასაც და რაღაცა მცირე შემოსავლის მსხვერპლად გაღებას და სადღაცა შინაგანად უფრო მეტ კმაყოფილებას იგრძნობ ნაკლები დოლარებით ჯიბეში მაგრამ იმასაც დაინახავ რომ მეორე დღეს მესამე დღეს ეს ფასი შეიძლება იყოს გადასახდელი რომ მეორე დღეს არ უნდა გეყოს ფული რაღაცაში თორე აბა სხვანაირად რანაირი ფასი იქნებოდა იქ რაღაცა პერიოდი მაგრამ იმასაც დაინახავ რომ უფალი სასწაულებრივად დაგიკმაყოფილებს შენ საჭიროებებს სხვა დღეებში და მიხვდები რომ უფალი კი არ გტოვებს ნაკლებ ფულში და პრობლემებით ის პასუხობს შენ საჭიროებებს რაც რეალურად გჭირდება მაგრამ შენ აი ამ სიტუაციებში უნდა აჩვენო შენი სწორი გადაწყვეტილებით და პრიორიტეტების დალაგებით რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია სხვანაირად რანაირად ეხლა თუ შენ ეხლა არ წახვედი სამსახურში და ხვალე სამჯერ მეტი იშოვნე ერთხელ ორჯერ სამჯერ ხო ყოველთვის გეცოდინება რომ იცი რა ეხლა მე არ წავალ ღმერთის მსახურებაზე დასწრებას გადავწყვიტავ და სამჯერ მეტ ფულს მაინც ვიშოვნი ხო და შენთვის ადვილი იქნება მაგრამ აი როცა ვერ იშოვნი და ფასის გადახდა მოგიწევს რამოდენიმეჯერ და მაინც რო აირჩევ აი ეს უკვე სხვა რაღაცა არის მაგრამ ეს გასავლელია ხო და ეშმაკი მე ვფიქრობ რომ აქ არაფერი შუაში არ არის რა თუ სადღაცა მარიონეტივით არ დაჭირდა უფალს და არ გამოიყენა ეს ჩვენი და ჩვენი მამიკოს ურთიერთობა არის მამა რო ზრდის თავის შვილებს ხო და მიხარია რომ დღეს აქ ახარ და ქართული ხარ იმიტომ რომ ეს ჩემი გამო გადავუწყვეტე რომ აქ ეხა ცოტა ადვილად დავალ სამუშაოდ თქო და მთელი კვირა ჩამივარდა ფაქტიურად რა და ეს მთელი კვირა ეხა რო ჩამივარდა ამის გამო შემდეგი კვირაც ჩამივარდა იმიტომ რომ ამ ცვლილებების გამო კიდე სხვა რაღაცა მოხდა და ამ მთელი კვირა თუ ჩამივარდა მეთქი ეს 2 საათი აღარაფერს აღარ წვეტავს თქო და ამ წავედი არც ისე წვეტავდა მთელი კვირა რო არ ჩამვარდნოდა მაგრამ ამ იმის ფონზე საერთოდ აღარ წვეტავდა და მაგიტომაც აგირებდა მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ ბევრი საინტერესო რაღაც მოვისმენი იდება უფალს და კიდე წინ გველოდება ჩვენ რამოდენიმე სლაიდი აბა მადლობა გიო თამარ გაგუნია როგორც ევა იტყოდა ესე იგი პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ ალბათ ღმერთის სიყვარულის გამო მეორე ის გრძნობ ალბათ იმიტომ რომ მომწონს ადამიანებთან გაზიარება და სიხარულს მანიჭებს ანუ თუ რაღაცა ადამიანში აი მაშინ ხარ თქვი რომ ვილოცე თქო და ღმერთმა ეგ სასწაული რომ მოახდინა და უკავშირო დამიბრუნა რომ უკეთ გრძნობდა თავს აი ძალიან გახარებული ვიყავი არ ვიცი მართლა თითქოს რავი ყველაფერი მოხდა მაგ დროს ჩემთვის და რა ვიცი იმასაც ვფიქრობ რომ შემთხვევით არ ვარ აქ და ამ ჯგუფშიც არ ვარ შემთხვევით რა ვიცი აი რამ პროცენტულად რო ვთქვათ რამ ხელა ადგილი უკავია ამას ძალიან დიდი ადგილი იმიტომ რომ აი სულ მე ფიქრებოდა მაგაზე ახლა საქართველოშიც ჩართული ვიყავი ასე თუ ისე მსახურებაში მაგრამ ვფიქრობ რომ ახლა უფრო ვარ ჩართული და ბევრ რაღაცას ვსწავლობ აქედან
რაც ანუ ადამიანებთან გაზიარებაში დამეხმარება. იმიტომ რომ არის ხოლმე რაღაცეები, რომ აი მაგალითად ეხლა რა ვთქვა, ან რაღაცა რომ ესე დასვან მერე რა ვთქვა და რა გავაკეთო და ეხლა ეს გაკვეთილები ძალიან მეხმარება მაგაში. იქნება უფალს. და კიდე აი ეხლა ერთ რაღაცას ვიტყვი, ირაკლი ტრეილერზე წავიდა და წინაზე მწერდა, რომ როდის ჩამოდიან პასტორები და თუ ვინმე აპირებსო რა და მეთქი ოქტომბერში გურამი აპირებს თქო და რა არის თქო რა და ვისაც გაყვა თურმე აქო ანუ საქართველოში არ დადიოდა ქართველია აქო დადის ამერიკულ ეკლესიაშიო და აინტერესებდაო რაღაცეებიო და ანუ ხო ვუთხარიო მერეო რომ ნიუ-იორკშიც არისო ეკლესიაო ძალიან კაი ხალხი არიანო და პასტორები ჩამოდიან ხოლმე საქართველოდანო და იქნება ბიბლიაო რამენაირად უშოვოთო და მეთქი რას ამბობ ბიბლია ვინმეს უნდოდეს თქო და ისე გამიხარდა ეგო რა ვიცი ილიასთან კი გვიდებს 1-2 ცალი და მივცეთ 1 ცალი თუ ესეთ საჩქარო ჩვენ ჩამოსვლას უნდა დაეღდება. ხო აი არ ვიცი იმიტომ რომ მაიადეიდასანაც მინდა. აი თუ ეხლა მე ესე გადაიკვეთება იმიტომ რომ ოჰაიოში ცხოვრობს ის ბიჭი თუ წავიცო და კაცი ხო და რა ჩვენგან ცოტა შორს არის და აი ალბათ შეიძლება რო ჩამოხვალთ უფრო ჩამოვიდეს ან დაესწროს ან არ ვიცი ეგეთი. ხო და ჩემს მაგივრად უკა დაგეთქო ვეუბნებთ. აი უფალი ირაკლის გულშიც მუშაობს და მოქმედებს. ხო და ძალიან გამიხარდა ეგეთი შენს დამოკიდებულებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული ირაკლის პირად გადაწყვეტილებებთან მიმართებაში. კი, აი რაღაცებს ხვდები ხოლმე ცოტა ისე იტყვის ხოლმე, რომ ანუ თითქოს შეიძლება არა, მაგრამ გულის სიღრმეში ბევრ რამეს აკვირდება. თუნდაც ეკლესიაშიც რა, ისე აი სხვასთან ეხლა თუნდაც იმ ადამიანთან ალბათ ზუსტად ვიცი ახლა როგორც ისაუბრებდა ჩვენზე. და ისედაც ახლა ჩვენც რო გვისაუბრია, ვიცი დამოკიდებული. იქნება უფალს. აბა ლიკა დაგჭირ. ერთი წამით რაღაცას ვიტყვი რომ არ დამავიწყდეს მერე. დღეს ჩემთან მოვიდა სტუმრად აი ბექა რომ იყო იქ მის ხო მისი და ეკუნა ბავშვთან ერთად და ბექა მომითხრაო რომ თქვენთან ერთად ყოფილაო მაიკო იქ წამოსული კი მეთქი მე მინდოდა რომ თვითონ ეთქვა ბექას მოეყოლა ეხლა მე არ გამოვიჩინე ინიციატივა რომ ყველასთვის მეთქვა რომ ბექა იყო ჩვენთან ერთად თავის საერთო ნაცნობებში რომ მეთქი ბექამ არა თქოს მეთქი ეხლა რომ აი შევყარეთ ქვეყანა რომ იქ იყო ჩვენთან ერთად და თურმე თვითონ უთქვამს და ისეთი კმაყოფილიაო ისეთი თოვანებული ხდებაო ამბობს რომ როგორც ერთი ოჯახიო აი ისეთი ის დამჩაო შაბეჭდილებაო რომ ყველა ერთმანეთის ახლობელიაო და ყველას ერთმანეთი უყვარდაო იტყვრაც დავინახეო და ის კმაყოფილი და ვიყავი რაღაცნაირად ესეთი რაღაცა რომ მოვისმინე ახლა აი სულ უცხო ადამიანი უცხო თვალით დანახული აი ეს ურთიერთობები იქნება უფალს ეგ ერთ-ერთი უმთავრესი არის ეგ მოქმედებს ძალიან ადამიანებზე თავიდან ყველა ანგელოზები ვითვეჩვენებით ხოლმე ახალმოსულებს იმედია შეინარჩუნებენ მაგ დამოკიდებულებას თავი არ გააციოთ ეხა სანამცხელია და მოიპატიჟეთ ხოლმე ხალხს არ მიაქვს ხო აუცილებლად ისა გიო ხომ არ დაურეკე ან ხომ არ დაგირეკა შენ კი ერთი სამჯერ ვილაპარაკეთ მამამისი როგორ არის მართლა კარგად არის ყველაფერი გადაიარა რაც შინოდათ არაფერი ისეთ სერიოზული არ აქვს უბრალოდ მარტო რომ შევა სახლში უნდა რომ ვიღაცა იყოს იმასთან ერთად და პანიკებში ვარდება და მამამისს სჭირდება უფალი რა თქმა უნდა და ერთხელ იქნება სტუმრად იძალადოთ და მიხვიდეთ და დაუმოწმოთ ის არ მე თქვას და ის არ მოგიყევი ხო პონჩიკებზე რომ ყავდა გოგოები დაპატიჟებულია მე აღარ შევხვედრი ვარ ჩვენ არ მახსოვს რაღაცა პონჩიკები გიმახსოვს მაგრამ შენგან მახსოვს ჯგუფში არა ეს შაბათს გავაკეთეთ წინა პარასკევის მეორე დღეს მაგას მე მოყვებით აი მოდი ლიკას ვათქმევინოთ ეგ და კაი რაღაცები მეტყვის მოიტო აბა ლიკა გისმენ შენ საიდან იგრძენი რატო იგრძენი რა ადგილი აქვს ჩართე ოღონ მიკროფონი
ჩართული არ მქონია. ესე იგი, მე დაახლოებით ახლა ეს 2 წელია, რაც ჩართული ვარ ამ ჩვენს ეკლესიაში. ასე რომ ვთქვათ, ახალი ვარ, რძეზე ვარ, როგორც თქვენ იტყოდით რა. ხო და ვგრძნობ, რომ უფრო და უფრო მიყვარდება და ამას წინათ რაღაც წიგნს ვკითხულობ და ვსწავლობ რაღაცეებს და იქ ამოვიკითხე, რომ ესე უნდა დაგეგმო წინა ღამით ეს შემდეგი დღე. და ჩავსვი ჩემს გეგმებში, ესე რამოდენიმე დღე გავაკეთე, რომ მეთქი 5 წუთია ესე დავაყენებ იმას, რა ქვია, ელარმს ქართულად და მოვიწყდა. მე 5 წუთი ვილოცებ, 30 მაღვიძარა ხო 30 წუთი ბიბლიას წავიკითხა, ვფიქრობდი და გავაკეთე ესე. და სულ თავიდან რომ ვილოცე 5 წუთი, რაღაცნაირად არ მეყოსავით და მეთქი რომ მაგარია რა, გამიხარდა ჩემ თავზე რა და ესე გავაკეთე რამოდენიმე დღე და მე სტუმრები მყავდა, ეხლა ერთი კვირა ჩემი ქმრის დაძმები ვეღარ მოვახერხე და რაღაცა დანაკლისის შეგრძნება მაქვს, ეს გამიჩნდა უკვე. ხო და რა ვიცი, ვგრძნობ, რომ უფრო და უფრო მიყვარდება და მინდა რომ ვფიქრობ, რომ მსახურებაში ყოფნა მნიშვნელოვანია. აბა სხვას ვის უნდა ვემსახურო, არ ვიცი. ვეღარ წარმომიდგენია ეგეთი რაღაცა, მიყვარს უფალი, უფრო და უფრო მეტად მიყვარდება და ვეღარ წარმომიდგენია ამის გარეშე. არ არსებობს ეგეთი რაღაცა უკვე რა. ხო და გუშინ რაღაც იმას შევესწარი, მატარებელში ვიყავი და ერთი შავი ქალი ქადაგებდა ძალიან დიდ ხმაზე და იმის მერე სუმაგაზე ვფიქრობ და მეტირებოდა რა და ხალხს რო ვაკვირდებოდი, ესე თავს აქნევდნენ, არ სიამოვნებდათ, ძალიან ეს გაყინული სახეებია, იცივ, ისეთ არ უყურებდნენ ამ ქალს და პირიქით ღიზიანდებოდნენ, რასაც დავაკვირდი და ყველამ ასე იყო თუ სხვანაირებიც იყო? ერთმა ბიჭმა ერთი ბიჭი ძალიან გაბრაზ და შეაგინა და უყვირა და გავარდა ვაგონიდან. მერე სხვა ქალმა მიაძახა, რომ შესატანავო, შენ თვითონ გაეთრია აქედანო. და რო ვაკვირდებოდი ჩემს გარშემო ვისაც ხედავდი, გაყინული სახეებით იჯდნენ და მე გზისათვალე მეკეთა და მეტირებოდა, ისე მეტირებოდა, კიდე ვერავინ ხედავდა, მეთქი მაინც სათვალე მიკეთია და არ შევიკავე თავი ვტიროდი. ძალიან გული დამწყდა რა, ძალიან მეწყინა. და ისე გულში მხვდებოდა ამ ქალის მაღიზიანებდა კი არა, იმ ხელახმაზე ქადაგებდა და ალილუიას იმ ხელახმაზე დაიყვირებდა ხოლმე. კი არ მაღიზიანებდა, ყველა სიტყვა ისე გულში მწვდებოდა და მეხებოდა, რომ რაღაც სასწაულად რა და იმდენი ვიტირე, რომ გამოვედი იქიდან ძალიან ბევრი და ძალიან გული დამწყდა, რომ ადამიანები ესე დავინახე რა. მთელი ვაგონი ხალხი გაუწყდა ვაგონიდან არ გადიოდა, რამოდენიმე გაჩერებაზე გაჩერდა მატარებელი. არ გადიოდა და ესე ყვიროდა ჩვენს ვაგონში, ესე მიდიოდა, მოდიოდა და მე ესე გული ვანიშნე ხელით დავანახე, მეთქი არ მაინტერესებს ხალხი, ესე გული დავანახე რა და მე ესე მე შემომხედა ხალხმა და რავი, ძალიან გული დამწყდა. დიდება უფალს, გასაგებია. გიორგი აქ ყავს თუ დავიდა გაგვეთიშა? გასულია. მეგობრებო, მოდი მოკლე რეზუმირება გავუკეთოთ და რამოდენიმე სლაიდი დაგვჭა, ისიც უნდა გავირბინოთ. რას ვხედავთ? ჯერ ერთ-ერთი სიყვარულს ვხედავთ, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ფუნდამენტურია. სიყვარულით, იმიტომ გვიყვარდება უფალი, რომ ვგრძნობთ მისგან ამ უპირობო სიყვარულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვხედავთ, რომ როდესაც იმას ვაკეთებთ, რაშიც ვგრძნობთ, ახლა არავის არ უთქვამს, რომ ანგელოზი გაომეცხადა და მითხრა, რომ შენ უნდა იყო ჩემი მსახური. ასეთი რამე არავის არ უთქვამს. თუმცა იყო ზებუნებრივი ჩარევები ადამიანის ცხოვრებაში, ხო? მაგრამ ყველა შინაგანად გრძნობს ამ სიყვარულს, მერე ეს გაგრძნობინებს პასუხისმგებლობას, მერე არის მოწმობები, რომ როდესაც აკეთებ იმას, უფრო მეტ სიმშვიდეს გრძნობს, სიხარულს გრძნობს. ხო, რა არის, ცათასასუფეველი რა არის რეალურად? ცათასასუფეველი არის სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმინდაში. ეს სამი კომპონენტი თუ გააქვს, შენ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ
სულიწმინდაში ხარ და სათასასუფეველი შენშია და შენ სათასასუფეველში რჩები. ანუ მსჯავრდადების მოლოდინი კი არ გაქვს. რომ ახლა მეცოდვების გამო ნეტა რა მეშველება ნეტა გადავრჩები თუ არ გადავრჩები. სიმართლის განცდა გაქვს. გაძლევს მშვიდობას ღმერთი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ გარემოებებში გამოწვევები გააქვს და შეიძლება ფინანსებში ვერ ხარ, შეიძლება ჯანმრთელობის ამბები გაქვს მოსაგვარებელი ან რაღაცა, შენ მაინც ეს მშვიდობის განცდა გაქვს და სიხარული. სიხარულს რა განიჭებს, როცა იმას აკეთებ, რაც უნდა გააკეთო და ამ სიხარული და ეს ისეთი რაღაცა არის. ამას ვერაფერში ვერ გაცვლი, მაგრამ ჩვენ სიტყვიდან გამომდინარე ეს გააზრებულიც უნდა კონდეს, დანახულიც უნდა კონდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ აი ლიკამ რაც თქვა, მე შემთხვევით არ შევეკითხე, ვაგონში იყვნენ ადამიანები, ვინც უთანაგრძნობდნენ იმ ქალს და როგორც მე მივხვდი, მარტო ლიკა იყო რა. და ისიც მორწმუნე. წარმოიდგინეთ, კი, მარტო ხალხი მე ბევრი დავანახე ეს რაღაც, ხო, დანარჩენი ხალხი გაყინულები ბევრი იყვნენ. იყო და ხალხი ბევრი იყო, მაგრამ იქიდან ერთი გამოეხმაურა, ანუ რამდენ ადამიანში ხართ მოწოდებულები ხვდებით? რამდენ ადამიანში ხართ გამორჩეულები და დანახულები იესო ქრისტეს მიერ? ეს იმას ნიშნავს, რომ მან გამოიჩინა ინიციატივა, მან აგირჩიათ, მან დაგადგინათ და თქვენ აი ამ პროცესში ხართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამდილა ადრიანად ჩემი ბიჭი მირეკავს, საგურამოში დავტოვე თავის მაგასთან ერთად და არიან ერთ ამბავში. კარგი, მოდი შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ. რას ითვალისწინებდა იესო ქრისტე? მეოთხე, პოტენციალი იმაში, ვისაც ხვები ვერ ხედავენ. აი წეგან ვახსენე სოლომონი, ხო, აი ძნელი წარმოსადგენია და ზოგიერთებს გაღიზიანებაც კი შევამჩნია, როცა სოლომონს ელაპარაკებოდა, მაგრამ ნახეთ, ღმერთი არჩევს სუსტებს და შეურაცხყოფებს. 1 კორინთელთა 1:27-29. არამედ წუთი სოფლის უმეცარნი ამოირჩია ღმერთმა, რათა შეარწყვინოს ბრძენი და წუთი სოფლის უძლურნი ამოირჩია ღმერთმა, რათა შეარწყვინოს ძლიერნი. დაბიონი ამოირჩია ღმერთმა და დამცირებულნი და არარსებულნი, რათა გააუქმოს არსებული, რომ ვერც ერთმა ხორციელმა ვერ დაიკვეხოს ღვთის წინაშე. აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ეს, აი თავიდან იმ ხვდებით ყველას გვესმის ქართული და ყველა ხვდებით აქ რაც წერია თითქოს, მაგრამ აი შენს ძვლებში რო გაატანოს ამან და დაგანახოს ეს ჭეშმარიტება გამოგიცხადოს უფალმა, ეს ვთქვათ ისეთი ადვილი ამბავიც არ ყოფილა. იცით, როდის ხდება ადამიანი კარგი გამოსაყენებელი ღმერთის ხელში? ხშირ შემთხვევაში მაშინ, როდესაც ადამიანი სრულ კრახს განიცდის ხოლმე, აი სრულიად დამოკიდებული ხდება ღმერთზე. მე გახსოვთ, პეტრე როგორი ვაშკაცა იყო. ხმალი ამოიღო და მახვილი ამოიღო და ყური ჩამოათალა და რაღაცა და უფალო და თავის ძალაზე დამოკიდებული იყო და სად მოუწია გავლა პეტრეს. პეტრემ ფაქტიურად სამჯერ უარყო იესო ქრისტე, წარმოგიდგენიათ? რატომ დაჭირდა იესო ქრისტეს, რომ აი ეს დაეშვა პეტრეს ცხოვრებაში? პეტრეს უნდა ენახა, რომ თვითონ არაფერს წარმოადგენს. და ძალიან ხშირად ღმერთი ირჩევს ხოლმე უკვე ადამიანებს, რომლებიც აი ამ ქვეყნიურად არაფერს წარმოადგენენ, იმიტომ რომ ყველაზე კარგი მასალა ესენი არიან მის ხელში. ადვილად გასაწვრთნელები არიან. უადვილდებათ ღმერთზე იმედის დადება. იცით, მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ შემთხვევითი არ არის, როდესაც ღმერთი ადამიანებს ატარებს ხოლმე ფინანსურ სიდუხჭირეში, სანამ ფინანსურად ხელს მოუმართავს მათ. იმიტომ რომ გაჭირვებაში, ფინანსურ გაჭირვებაში, მარტო ყოფნაში, სიღატაკეში გაცილებით ადვილია ღმერთზე იყო დამოკიდებული, ვიდრე ხელსავსეობაში, როცა ჯიბეში ბევრი ფული გაქვს, საბანკო ანგარიშზე ბევრი ფული გაქვს. შენ რეალურად სწავლობ ღმერთზე იმედის დადებას არა მაშინ, როცა $10,000 კიდევ ჯიბეში, არამედ მაშინ, როდესაც შეიძლება დღეს ბოლო პურის ფული დახარჯე და ხვალე არ იცი, საიდან უნდა იყიდო პური და საიდან უნდა აჭამო შვილებს ან ახლობლებს ან ასე შემდეგ. ეს არის ის, რაც მე გამოვიარე ჩემ ცხოვრებაში და ვიცი, რომ თუ ადამიანმა მარტო ყოფნაში, გაჭირვებაში, წარუმატებლობაში, მარცხში არ ისწავლა უფალზე დაიმედება, 100-ჯერ უფრო ძნელი არის, როცა ბევრი ფული გაქვს უფალზე დაიმედების სწავლა.
ამიტომაც ჩვენ ყველას გონია რომ ღმერთო ბევრი ფული რომ მქონდეს, უფრო პრობლემები მოხსნილი არ მექნებოდა, კაცო, ეკლესიაშიც ვივლიდი და მსახურებასაც გავწევდი, ეხლა მე რომ აი ეს საბუთები მქონდეს, ყველაფერი მქონდეს, ფული მქონდეს, ყველაფერი, მაგრამ ასე არ არის. ღმერთი მიზან მიმართულად ირჩევს, წარუმ არ მისულა მღვდელმთავრებთან, ერთი ნიკოდემოსი მივიდა და ისიც არ გაყვა, ფარული მოწაფე იყო ფაქტიურად რა. ვინა მოირჩია რა, იყვნენ ეხლა იქ, აი მებაჟე ზაქე იყო ფულიანი ადამიანი, მაგრამ მთელ ისრაელს ზულდა. წარმოგიდგენიათ? ზაქე ისრაელს ზულდა. ეს არ იყვნენ წარმატებული იმ გაგებით, რომ მიღებული ხალხი იყო საზოგადოებაში. თუმცა ამოირჩია ეს უყურებდნენ მეთევზეებს, გაუნათლებელი ხალხი იყვნენ, მაგრამ ცეცხლი გაზდიოდათ და უკვირდათ, საიდან აქვთ ამ ხელად ძალა. ამიტომ ჩვენ არ უნდა გქონდეს ის ილუზია, რომ წარმატებული ადამიანები რომ მოვლენ, პოლიტიკოსები რომ მოვლენ ეკლესიაში, ისინი პოლიტიკოსები ერთი ჩვეულებრივი დაჭერილი თევზი შეიძლება იყოს, მაგრამ მას რეალურად შეიძლება კანონების მიღებაზე კონდეს ზეგავლენა, მაგრამ ადამიანის გულის შეცვლაზე ზეგავლენა ვერ ექნება. ამიტომ საკვანძო მომენტია ეს. დავინახოთ პოტენციალი იმ ადამიანებში, ვინც ქვეყნიერებისთვის რეალურად შეიძლება არაფერს წარმოადგენდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამან არ უნდა შეგვაბრკოლოს. იესო ასე არჩევდა ადამიანებს. ის უყურებდა არა სახეს, არა წარმატებას, არამედ გულის მდგომარეობას. და ჩვენ როდესაც ავირჩევთ ადამიანებს, ჩვენ როდესაც დავიმოწაფებთ ადამიანებს, ეს იესოს პრინციპი უნდა გვახსოვდეს. მოდი გავყვეთ შემდეგს. სოფლიოზე ზემოქმედების გეგმა. იესოს გეგმა იყო ადამიანების მეშვეობით სამყაროს შეცვლა. ნახეთ, მათეს 4:19-ში რას ეუბნება მათ, გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ. ანუ ჩვენ თუ მიუყვებით იესო ქრისტეს. რას ნიშნავს მიუყვე იესო ქრისტეს? იესო ქრისტეს მთავარი პრიორიტეტი რა იყო? მაგალითად, მოწაფეები, როდესაც წავიდნენ რომ საჭმელი მოეტანათ, ის რო იაკობის ჭასთან იყო, ხო? მოიტანეს და რაბი საჭმელი მოვიტანეთ და ჩემი საჭმელია უქმნა რა? ჩემი ზეციერი მამის ნებასო. ზეციერი მამის ნებასო. ნახეთ რა ხდება. იესო საკუთარ თავზე ამას თუ არ უპასუხე. არ დამასვენებს. იესო საკუთარ თავზე მაღლა საკუთარ ბუნებრივ საჭიროებებზეც კი აყენებდა ზეციერი მამის ნებასურვილის აღსრულებას. მაგალითად კონფლიქტი გაქვს ვიღაცასთან. და წმინდა წერილი გეუბნება, რომ რატომ არ არჩევ დაზარალებულად დარჩენას. მაგალითად, აი გიო როგორც ამბობს, რომ არჩევანის წინაშე იდგა, წასულიყო ემუშავა თუ დასწრებოდა ამას. თქვენ როგორ ფიქრობთ იესო ქრისტე რას გააკეთებდა? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შენ იმას აკეთებ, რასაც იესო ქრისტე გააკეთებდა, ესე იგი შენ მიყვები იესო ქრისტეს. და როდესაც მიყვები იესო ქრისტეს, ხო? მაშინ იესო ქრისტე გაქცევს შენ ადამიანთა მებადურად. მაშინ დაინახავ შენ როგორ უნდა გადაარჩინო, თუნდაც შენს ოჯახში არსებული ურწმუნო ადამიანები, შენ სამეგობროში არსებული ურწმუნო ადამიანები, შენს ირგვლივ სადაც კი შეხება გაქვს სამსახური, მაშინ ხედავ შენ როგორ უნდა გადაარჩინო ადამიანები, როდესაც მას მიყვები. ეს არის მსოფლიოზე ზემოქმედების გეგმა. ჩვენ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იესო ქრისტემ რა უთხრა თავის მოწაფეებს? გამომყევით მე და მე გადაგაქცევ თქვენ ადამიანთა მებადურს. შენ თუ იესო ქრისტეს გაყოლა არ გინდა. შენ თუ არ გინდა იესო ქრისტეს გაყვე, როგორც წერია, რომ ვინც მას სიკვდილში დაენერგა, ის აღდგომაში და დიდებაშიც დაენერგება. შენ თუ არ გინდა სირცხვილში დაენერგო, აი ლიკამ თქვა, რომ აღარ მივაქციე ყურადღება, ხალხი რო შემომხედავდა რა სიტყოდა და გული გაუგზავნე, დავანახე იმ ადამიანს. ესეც გარკვეულწილად იესო ქრისტეს მიყოლა. ხო შეიძლება სათვალეებს ამოეფარო და ძალიან მოგეწონოს ეხლა შეგეხოს, მაგრამ არ შეიმჩნიო, რომ ვიღაცეები რაღაცას იფიქრებენ შენზე და არა და ბოდიში და რაში ადარდებს ეხლა ლიკას ვიღაცა ვაგონში რას იფიქრებს ლიკაზე რა. ათესავია იმისი ხელფასუხტიანი ისინი თუ იმაზე დამოკიდებული, მაგრამ აქაც კი ადამიანი დისკომფორტს გრძნობს, როდესაც საჯაროდ შეიძლება
მცირეოდენი შერცხვენაც კი დისკომფორტს უქმნის, მაგრამ მიყვები კი იესო ქრისტეს, როცა საჭიროა რომ დაზარალებულად დარჩე, როცა საჭიროა რომ ვიღაცას აპატიო, როცა საჭიროა რომ მოითმინო, როცა საჭიროა რომ მსხვერპლი გაიღო და არ წხვიდე სამსახურში. აკეთებ კი იმას, რასაც იესო ქრისტე გააკეთებდა. რას ნიშნავს გამომყევი მე? გამომყევი იმას ნიშნავს, რომ რა გადაწყვეტილებებსაც მევღებულობ, რა სიტუაციებშიც მევყოფ თავს, საითაც მივდივარ, რომელ გზაზეც მე მივდივარ, იმ გზაზე მოდიხარ შენც. და თუ ამას აკეთებ, მაშინ იესო ქრისტე გიჩვენებს, როგორ უნდა გახდე ადამიანთა მებადური, როგორ უნდა დაიჭერო ადამიანთა სულები, როგორ უნდა მოიტანო ნაყოფები, რომელიც დარჩება. ეს არის იესო ქრისტეს გეგმა, სოფლიოზე ზემოქმედების გეგმა. ჩვენ ვემოწაფებით მას. და აი რა არის კარგი, იცი, როდესაც თქვენ ყვებოდით, რომ აი მე სიმშვიდეს გვგრძნობ, მე სიხარულს ვზნობ, აი ეს თუ არ გავაკეთე, სხვა რა უნდა გავაკეთო. აი მე გრძნობ, რომ აი იქ უნდა ვიყო იესო ქრისტეს მსახურებაში, თუნდაც სამსახურს გავანებოთავი. ეს ის არის, რაშიც თქვენ ხედავთ იესო ქრისტეს და ამას რო გაუზიარებთ ადამიანებს, ამის გამო მოუნდებათ ადამიანებს, რომ თვითონაც გაყვნენ იესო ქრისტეს. შენ ვერ გაუზიარებ ადამიანს იმას, რაც თავად არ გინახავს, რაც თავად არ განგიცდია. შემდეგი, სადაც მიყვები იესო ქრისტეს და რამდენადაც მიყვები იესო ქრისტეს, იმდენად ხდები ადამიანთა მებადური. მოწაფეობა იწყება ურთიერთობით. იესომ დანიშნა 12, რომ მასთან ყოფილიყვნენ, იესოსთან ახლოს ყოფნის, მისი პირადად გაცნობის გარეშე შეუძლებელია გახდე მისი წარმომადგენელი. აი წარმოგიდგენია, შენ იცნობ იესო ქრისტეს, შენ იცი რა ურთიერთობა გაქვს, შენ იცი როგორ გელაპარაკება, როგორ მოქმედებს და ამის შესახებ შეგიძლია მოუყვე ადამიანებს. შეიძლება გამოიყენო ვიღაცის პირადი მაგალითი, მაგალითად ჩემი ცხოვრებიდან, მაგალითად კვარას ცხოვრებიდან თუ სხვისი ცხოვრებიდან, მაგრამ ისიც იმ დონეზე შეგიძლია გამოიყენო, რამდენადაც შენ მიხვდი და გაიცანი ამ ისტორიიდან იესო ქრისტე. რასაც ვერ ხედავ, ხო შეიძლება რომ აი ადამიანი აღფრთოვანებული გელაპარაკებოდეს რაღაცაზე და შენ საერთოდ არ აღგაფრთოვანოს, შენთვის ამას არანაირი შთაბეჭდილება არ მოეხდინოს და არც მოუყვები არავის ამის შესახებ. არ გჭირდება. იმიტომ რომ შენთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, რასაც დაინახავ, რასაც მიხვდები იესო ქრისტეს ხასიათში, ხო? მარი მახსენა წერა, ხო, აი, გავიცანით, შეგვიყვარდა და ამიტომაც ვღებულობთ გადაწყვეტილებას, რომ მოვემსახურო და ამას რო გაუზიარებს ხვებს, მაშინ იქნები შენ იესო ქრისტეს პირადი წარმომადგენელი. ნახეთ, 12 აირჩია მარკოზის 3:14 წეგანა წავიკითხე და უწოდა მათ მოციქულნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ. რატომ უნდა ყოფილიყვნენ მასთან ერთად? უნდა გაეცნოთ, რომ წავიდოდნენ მერე, რაც დაინახეს იესო ქრისტეში, იმას მოუყვებოდნენ ხალხს და ამის გამო ირწმუნებდნენ ადამიანები. ისევ იაკობის ჭას მიუბრუნდები, გახსოვთ ის სამარიელი ქალი. იესო ქრისტემ რაღაცეები უთხრა მისი ცხოვრებიდან, ეს ქალი ამან აღაფრთოვანა და გაიქცა ქალაქში და სხვებს ეუბნება. მე ვნახე კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა. ნახეთ ხალხო, ეს ხომ არ არის ის, ვისაც ჩვენ მესიას უწოდებთ და ველოდებით. რაზე ილაპარაკა? თვითონ რაც განიცადა. ჩვენ არ გვჭირდება რაღაცა თეორიების მოყოლა ხალხთან. შენ რაც გაგიკეთა იესო ქრისტემ, შენ რაშიც გამოსცადე იესო ქრისტე, შენ რაშიც გაიგე იესო ქრისტე როგორია, ამას რო უყვები ადამიანებს, იესო ქრისტე ამას იყენებს, აცოცხლებს და ადამიანები მოყვებიან. გაყევი იესო ქრისტეს, რაშიც გაყევი, რაშიც გამოსცადე, რაშიც იგემე რო ტკბილია უფალი, ამის შესახებ მოუყვები, ამ ურთიერთობის შესახებ მოუყვები ადამიანებს და ეს შეგძენს მათ. მიძღვნა ორმხრივია. ნახეთ ლუკას 18:28-ში წერია. პეტრემ უთხრა, აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და გამოგყევით. მეგობრებო, ჩვენგან უფალი იესო ქრისტე არ ითხოვს მხოლოდ მორჩილებას და საქმის კეთებას. ის სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, გვაძლევს მარადიულ სიცოცხლეს. რა თქმა უნდა, კმაყოფილების განცდასაც უაძლევს. რა თქმა უნდა, გადასახადების გადახდაშიც დაგვეხმარება. ეს წმინდა წერილში წერია ახლა ჩვენ
ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ იცი რა, მე მარტო სულიერი ვარ და მე მარტო უფლის მორჩილება მინდა და მე არ უყურებ ჩემ თავს, ისე რომ მე რაღაცა წარმატება მინდა და რაღაცა და ფინანსები მინდა, ვისთვის რა არის წარმატება კიდე საკითხავია, მაგრამ პეტრე მივიდა და უთხრა, რომ აი ჩვენგან ტაძრის გადასახადს ითხოვენ და რა ვქნათ რა. აი ჩვენ არაფრის გადახდა არ გვჭირდება, ჩვენ თავისუფალი ვართ იესო ქრისტე ეუბნება, მაგრამ არსებობენ სისტემები, არსებობს ადამიანები და ისინი რო არ დავაბრკოლოთ. მათთან რო არ შეგვექმნას რაღაცა პრობლემები. წადი გადააგდე, ბადე პირველივე თევზი თუ ანკესი პირველივე თევზი რომელიც მოყვება, გაუჭერი მუცელი და იქიდან ამოიღებ ოქროს სტატირს თუ რა სტატირიც არის და გადაიხდი შენთვის და ჩემთვის. იესო ქრისტე ამით გვიჩვენებს, რომ იქნება მომენტები, როდესაც ჩვენ დაგვჭირდებათ ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილება და ის უარს არ ამბობს ამაზე. უფრო მეტიც მან დაგვანახა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის ზებუნებრივად ჩაერევა. და ნახეთ იესო ქრისტეს პასუხი იოანეს 8:12-ში კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო და უთხრა: მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება. ეს აღთქმაა, მეგობრებო. ერთია რომ მიყვები იესო ქრისტეს ადამიანთა მებადურებად გაქცევს და ის ადამიანები გადარჩენას ღებულობენ, მაგრამ მეორეა რომ შენ რა, კაი ის გადარჩა, შენ რა. იესო ქრისტე გეუბნება, მე რო გამომყვები, მარტო სხვისი მებადური კი არ იქნები. შენ ბნელში აღარ ივლის. განსაცდელი გექნება, გეცოდინება რას გასწავლის უფალი. პრობლემა არის, რაღაცა გადაწყვეტილების წინაშე იქნები, სიბნელეში კი არ იქნები და ხელის ცეცებით. მომძებნი მე და მე ვიქნები შენი სინათლე. და ეს სინათლე თვალებს აგიხელს და გაგანახებს შენ, როგორ უნდა გააგრძელო სიცოცხლე, რა ნაბიჯები უნდა გადადგა, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. აი ფსალმონში 107 ფსალმონში წერია ჩვენ ახალ თარგმანებში, რომ შეღაღადესო უფალსო და ხსნის გზაზე დააყენა ისინი. ხსნა კი არ მოუტანა, გზაზე დააყენა, რომელიც ხსნამდე მიიყვანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდე რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღო, რა მიმართულებით უნდა წახვიდე. ნახეთ ლუკას 18:29-30, ხოლო იესო მიუგო. ამის არ უნდა შეგვწყვეს, მეგობრებო. ამის მოლოდინი უნდა გქონდეს. თუმცა ერთ-ერთში ყველაფერი არ უნდა გავიგოთ, მაგრამ იმის მიხედვით რა მსხვერპლსაც იღებ, იესო ქრისტე გელაპარაკება კიდევაც. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, არავინაა ისეთი ღმერთის სამეფოსთვის მიატოვოს სახლი, ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები და არ მიიღოს მრავალგზის მეტი ამ დროში მომავალ საუკუნეში კი საუკუნო სიცოცხლე. მარკოზის 10:29-30 უთხრა იესომ, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, არავინ არის რომ ჩემი გულისთვის, აი ეს განსაკუთრებით მომწონს და სახარების გულისთვის მიატოვოს სახლი, სახარება რა არის? ნუ ხარება, ადამიანების გადარჩენა. მიატოვოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან სამსახური, ან სამუშაო პერსპექტივა, ან შვილები, ან ხანა და ასწილად არ მიიღოს ახლა. ამჟამად სახლები, ძმები, დები, მშობლები, შვილები, ხანები იმ დევნასთან ერთად, რომელსაც ახლა განვიცდით, ხოლო მომავალ საუკუნეში საუკუნო სიცოცხლე. ეს ჩემი სიტყვები არ არის, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ამაზე ვერ ავაგებთ ყველაფერს, მაგრამ ეს იესოს სიტყვებია და მარტო ერთხელ არაა ნახსენები, 2, 3, 4-ჯერ. ეს მოწმობა არის. სინათლეში ვივლით, ადამიანთა მებადურები გავხდებით, საუკუნო სიცოცხლეს მივიღებთ, მრავალგზის გაგვიმრავლებს უფალი, რასაც უფლისთვის ვიკლებთ, 30-ად, 60-ად და 100-ად მრავლდება ეს. ამიტომ მოლოდინი რო გქონდეს, რო უფალი გვაკურთხებს, ამაში ცუდი არაფერი არ არის. თუმცა ვიღებთ კი რაღაცას იესო ქრისტესთვის რეალურად ბოლომდე. გაღება რას ნიშნავს, იცი? რომ გაიღებ და მოკვდება ის შენთვის. ხანდახან ჩვენ მგონია, რომ ვიღებთ რაღაცას. მაგრამ ვიღებთ კი, აი იესო როგორ აფასებს, რამდენად ხარისხიანია ჩვენი გაღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ნამდვილი სიყვარული იცით რა არის? აი, ჩემი სანდრო მეტყვის ხოლმე, მამა, მე თუ მივახციე სპორტულ კარიერაში წარმატებას, ამდენს მოგცემ მეუბნება და რას მეუბნები ხოლმე, იცი? მამა, შენ გქონდეს. უფალს გამოაყენებინე, ფე, არაფერი არ მჭირდება შენგან. აი, უფალს შეწირე. უფალს რაც დაპირდი შეუსრულე. მე იმდენი მაქვს, რომ ჩემ თავს მეყო, პირიქით, აქეთ გახარჯებ თქვენ. მე არ მინდა შენ იფიქრო, რომ მე რაღაცას რო ვაკეთებ, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ შენგან რაღაცას მოველი. მე მიყვარხარ უანგაროდ.
და ეს განცდა, აი ლაშას უყვარს ხოლმე აქცენტი ამაზე გაკეთება. ეს განცდა, რომ ჩვენ უანგაროდ გვიყვარს უფალი, ეს უფლისთვისაც სასიამოვნოა. რო არ მოველით წარმატებას ფინანსებში, ეს სასიამოვნოა. მაგრამ ახლა უფლის გულში ჩაიხიდე იმისთვის არ არის სასიამოვნო შენ რო გაკურთხებს, თუმცაღა, აი შემდეგი სლაიდი ნახეთ რა გვიჩვენებს. და კიდევ უფრო შემდეგზე როცა გადავალთ. იმის ცოდნა, რომ შენ ამას იმიტომ არ აკეთებ, რომ რაღაცა მერკანტილურ სარგებელს მოელი უფლისგან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უანგარო სიყვარული არის, ნამდვილი სიყვარული. როცა იცი რა, იმიტომ კი არ მიყვები, რომ უფალი ახლა მე კარიერას მომცემს და ფულს მომცემს და კაიცოლს მომცემს, ამიტომ კი არა. იმიტომ მიყვები, რომ თვითონ ესე შემიყვარა და მეც გრძნობ ამ ვალდებულებას, რომ უფალს მიუყვე. ეს არის მნიშვნელოვანი და ამას რატო ვიხილავთ ამ ყველაფერს? ადამიანს რო დაიმოწაფებ, რომ მიგანიშნებს სულიწმინდა მოწმობა რო გექნება და რო აირჩევ, ამ თემებზე უნდა ელაპარაკო, ამაზე იესო ქრისტე ლაპარაკობდა. პეტრეს კითხვა გაუჩნდა ლეგიტიმური, რომ აი ყველაფერი მივატოვე უფალ, მომეწონე ყველაფერი მივატოვე და რა ჩვენ? ლუკას 18:28-ში და ლუკას 18:29-ში და 30-ში ეუბნება, რომ არავინ არის ისეთი, ვისაც რაიმე გაუღია ჩემთვის და მრავალგზის არ მიიღოს ახლა და მე საუკუნო სიცოცხლე. ეს იესოს პასუხი. ეს მნიშვნელოვანი არ არის? შენ ადამიანებს რო დაიმოწაფებ, თუ ამ სიტყვას არ ეტყვი, თუ ამას არ ჩაუდებ დამოწაფებაში, იცოდე რომ აკლებ შენ სრულ სახარებას. არ უნდა შეგეშინდეს ადამიანს დაპირდე ის, რასაც იესო ქრისტე პირდება. არა ის, რომ იცი რა, მოდი იესოსთან და ყველაფერი გექნება. არა, ის, რომ რასაც შენ იესოსთვის გაიღებ, ან და სახარებისთვის გაიღებ, ამას უფალი გაგიმრავლებს. ეხლა თვითონ გაზომოს. რას გაიღებს იესოსთვის? თვითონ გაზომოს, რამ ხელაფას გადაიხდის იესოსთვის. თვითონ გაზომოს, რამდენად გაყვება იესოს. გაყვება პატიებაში, გაყვება დაზარალებულად დარჩენაში, გაყვება პრიორიტეტებში, სახურება და იესო ქრისტეს ღირებულებები ყველაზე მაღლა რო დააყენოს თუ, აუ დღეს არ მცალია, წავალ მოდი ვიმუშავებ და მე რაღაცა ჩანაწერს მოусმენ. კი ბატონო, ეს შენი არჩევანია, მაგრამ ცოცხალ ურთიერთობას არაფერი ჯობია. გადაწყვეტილების მიღება არაფერი. მე არ ვამბობ გამონაკლისებზე. გამონაკლისები იქნება ახლა ყოველთვის ერთნაირ სიტუაციაში არ ვიქნებით, მაგრამ შენი გულით მდგომარეობა და შენი გადაწყვეტილებები აჩვენებს შენი ღირებულებების სიმძაფრეს. სწრაფად უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ ბევრი დრო დაგვერა, რომ მენატრებით ბევრს ლაპარაკობ, რა ვქნა. ფასი იქნება გადასახდელი. ლუკას 10:3 წადით აჰამე გაგზავნით თქვენ როგორც კრავებს გლებს შორის. იესო ქრისტეს არ უთქვამს, რომ ყველაფერი ფიანდაზად იქნება გაგებული და იავარდებით იქნება მოფენილი. მოწაფეებს ეს უნდა ვასწავლ. ნახეთ, ჩვენ ვსწავლობთ იესო ქრისტეს მეთოდიკას, ხო? პირველი თავი იყო არჩევა და რო ირჩევდა, რას ელაპარაკებოდა. ჩვენ ამაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენს მოწაფეებს, ვისაც დავიმოწაფებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, კოტეს სწავლებით იმსახურება ჩაგიგდეთ და იქ რაზე იყო საუბარი თავიდანვე რო დაიწყო. დამოწაფება. ქადაგება, დამოწაფება. ქადაგება, დამოწაფება. შენ ქადაგები იესო ქრისტეს საოცარ ბუნებაზე, გადარჩენაზე, ჯვარცმაზე, აღდგომაზე, მარადილ სიცოცხლეზე, მაგრამ დამოწაფების ნაწილი არის ის, რომ ფასი გექნება გადასახდელი მეგობარ. ისევე როგორც ის არ უნდა დააკლო, რომ იესო მრავალგზის მიუძღავს იმათ, ვინც სახარების გულის რაღაცას გაიღებს, ისიც არ უნდა დააკლო, რომ შენ მოგიწევს როგორც კრავს მგლებს შორის წასვლა. აი ის ქალი, მე არ ვიცი ახლა იქ რამდენი მოინანიებს, აქ ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ შეიძლება იმ ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იესო ქრისტესთვის დაემტკიცებინა იმ ვაგონში რო გადაგებდა, რომ მე შევედი როგორც კრავი მგლებს შორის, ვიღაცა შემაგინებს, ვიღაცა გამლანძღავს, მინახავს აი YouTube-ზე ხელითაც ეხებიან ხოლმე ვიღაცები, ლანძღავენ და ასე შემდეგ, მაგრამ ხანდახან შენ უნდა იცოდე, რომ მოგიწევს როგორც კრავს მგლებს შორის გასვლა. ეს ფასი გადასახდელი იქნება. ფასი იქნება გადასახდელი, როდესაც საკუთარი ოჯახის წევრებთან შეიძლება კონფლიქტში შესვლა მოგიწიოს. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი. ვისაც ძიანასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი. იცით რამდენი ადამიანი წყვეტს ეკლესიაში სიარულს, იმიტომ რომ ოჯახის წევრები ვერ უგებენ და ეუბნებიან, რა გინდა მაგ სექტანტებთან.
გამოდი. მე ჩემი მშობლები მეწინააღმდეგებოდნენ თავის დროზე. დედაჩემ საერთოდ ეგონა, რომ ჭკუაზე გადამიყვანეს ვიღაცა სექტანტებმა. დავიღუპე შვილო, მეუბნეოდა. მაგრამ ასე არ იყო. ფასი იყო გადასახდელი. საკუთარი ბიძები ნათესავები მეუბნეოდნენ, რა ჩააფრინდიამ სახარებას, ძმაკაცები საძმაკაცო გავდაგიჟეს, ჩაგითრიეს. ეს იყო. მე ვიდექი არჩევანის წინაშე. ჩემი დედა უფრო ძალიან მყარებოდა თუ იესო ქრისტე. ჩემი მეგობრები უფრო ძალიან მყარებოდა თუ იესო ქრისტე. დედა კიდე დედა არის, შვილები მაინც გარეთ იყურებიან ხოლმე, მაგრამ შენი შვილი რო დაგიწყებს შხუბს, შენი შვილი რო გეტყვის, რომ დედა, მამა, სად დადიხარ? ზოგიერთებს ეს ყველაფერი წინ ელოდება. და იესო ქრისტე ამბობს, რომ ვისაც ჩემზე მეტად უყვარს თავისი ძე ან ასული ან დედა ან მამა, ასე შემდეგ, ის ჩემი ღირსი არ არის. ეს ის ფასია, მეგობრებო, რომლის გადახცაც გიწევს. თუ შენ ამ ფასის გადახდა არ გინდა, შენ იესო ქრისტეს ვერ მიყვები. თუ იესო ქრისტეს ვერ მიყვები, შენ ადამიანთა მებადური ვერ გახდები. და ადამიანთა მებადური თუ არა ხარ, რამდენიც გინდა მელაპარაკო იმაზე, რომ მე მსახურება გრძნობ, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია ჩემს ცხოვრებაში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნაყოფები უნდა მოიტანო, რომელიც დარჩება. ამისათვის უნდა ისწავლო ადამიანთა მებადურეობა. ამისათვის უნდა გაყვე იესო ქრისტე და ამისათვის ფასი უნდა გადაიხადო და ეს ფასი ხანდახან საკუთარ შვილზე გადის. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. ვინც პოვებს თავის სიცოცხლეს, ის დაკარგავს მას. ანუ ვინც გაუფრთხილდება, სხვა თარგმანში წერია. ხოლო ვინც ჩემთვის დაკარგავს თავის სიცოცხლეს, ის კვლავ პოვებს მას. შემდეგი უმთავრესი ჯილდო, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ და აი აქ წეღან ლაშას უთხარი, რომ შენ ფაქტიურად წინასწარ დაწვდი მეთქი იმ სლაიდებს, რომელიც გვაქვს. ჩვენ აი მოციქული პავლე რას ამბობს კორინთელთა 1 კორინთელთა 15:9-ში და თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავები ვყოფილვართ. თუ შენ იესო ქრისტე გინდა გყავდეს იმისთვის, რომ სამსახურში იყო წარმატებული, ფული იშოვნო, ჯანმრთელობა გქონდეს, დაილაგო შენი კარიერა, კარგი ოჯახი შექმნა, ყველა ადამიანზე საცოდავი ყოფილხარ. და ყოფილვართ. იმიტომ რომ ჩვენი უმთავრესი ჯილდო არის მარადიული სიცოცხლე. იმისთვის გვამზადებს. აქაური მამები ამ დროებითი ცხოვრებისთვის გწურთნიან, მაგრამ ჩვენი ზეციერი მამა მარადიული სიცოცხლისთვის გვამზადებს. მოწაფეს, რომელსაც ამას არ ეტყვი, ის ვერ იქნება ჭეშმარიტი მოწაფე. ამიტომ თუ შენ აპირებ, რომ ვიღაც დაიმოწაფო, ამასაც ხო ჩაგიგდებთ მე თქვენ. აითვალისწინეთ, რომ ეს უნდა უთხრა ადამიანს. ვიღაცეები გაბრუნდებიან და წავლენ. მაგრამ იესო ქრისტე არასოდეს გაკიდებია ადამიანებს. ვისაც არ უნდა ამ ფასის გადახდა, იმისგან მაინც ვერ გამოვა ჭეშმარიტი მოწაფე, იმისგან მაინც ვერ გამოვა ადამიანთა მებადური მეგობრები. არ უნდა გადავარდეთ ეგრეთ წოდებულ აყვავების სახარების სწავლებაში. საცტური დიდია. იმიტომ, როდესაც შენ ხედავ, როგორ გიგგვარებს უფალი იესო ქრისტე პრობლემებს, გინდა რომ ყველას ელაპარაკო, რომ აი მოდი და მოგიგგვარებს, მაგრამ ამას წინა პირობები აქვს. ყველა ამ წინა პირობებს ვერ ასრულებს. ამიტომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ აყვავებას და ყველაფერში წარმატებას კი არ ვქადაგებთ, ჩვენ ვქადაგებთ საკუთარი თავის მიძღვნას. იესო ქრისტესათვის საკუთარი სიცოცხლის დაკარგვას. თუმცა იმასაც ვამბობთ, რომ ვინც გაიღებს 30-ად, 60-ად, 100-ად გაუმრავლდება ეს. ვინც გაიღებს მრავალგზის მიიღებს აქ ჯილდოს და ერე საუკუნოს სიცოცხლესაც. იოანეს 11:25-ში ამბობს, მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვისაც ჩემი სწამს, კიდეც რომ მოგდე სიცოცხლებს. ეს არის ჩვენი უმთავრესი ჯილდო. ფილიპელთა 3:20-21. ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია. არც ამერიკაში, არც საქართველოში. ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია. და მთავარი ჯილდო ჩვენი ის არის, რომ აი ამ ზეციდან ჩვენ მოვიდეთ ჩვენს მაცხოვარს, ჩვენს უფალს. მეორე კორინთელთა 4:17-18. ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა გარდამეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის, რადგან ვუყურებთ არა ხილულს, არამედ უხილავს. ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი საუკუნო. ამაზე უნდა ველაპარაკოთ. საცტური ძალიან დიდია, მეგობრებო, რომ ადამიანებს აი გამაყუჩებელი, ტკივილ გამაყუჩებელი აბებივით უთხრათ, მოდი და უფალი მოგიგგვარებს. იცი რა უნდა უთხრა? იცი შენ რომ მოხვალ იესოსთან, მე იმის გარანტიას ვერ მოგცემ, რომ ეგ პრობლემა მოგიგواردება,
მაგრამ თუ იესო ქრისტეს მიიღებ პირად მხსნელად, იესო ქრისტე გაძლევს გარანტიას, რომ ჯოჯოხეთში კი არ წახვალ. საუკუნო სიცოცხლეს მიიღებ. ეს არის ის, რაც ადამიანს სჭირდება ყველაზე მეტად. ბევრი მე წარმატებას არ ვეძახი ფულის ქონას. ბევრი ეგრეთ წოდებული ამ ქვეყნიური საზომით ფულის მქონე ადამიანები არიან, მაგრამ ისინი ჯოჯოხეთში მიდიან. ბევრი ადამიანი არის დასაცინი ამ ქვეყნიერების განახვეთი, მაგრამ მაღლიდან შობილი და ზეცაში მიდის. ჩვენ ამაზე უნდა ვაფიქროთ ადამიანები. სულიწმინდამ ეს უნდა დაანახოს ადამიანებს. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? საუკუნო სიცოცხლე და არა დროებითი ხილული წარმატება. ამინ. ამინ. და დასკვნა. პირველი თავის დასკვნა. მახარებლობის გეგმა იწყება რამდენიმე ერთგული ადამიანის არჩევით. აი, ჩვენ აგირჩიეთ თქვენ. თქვენს გარეშე ბრუკლინის ეკლესია არ არსებობს. იქნება ადამიანთა თავშეყრა, მაგრამ ყველაფერი დამთავრდება. თქვენ ახართ ის საყრდენი, რომელსაც ახლა უფალი იესო ქრისტე უყურებს და იმედი აქვს თქვენი. მეც არა ვარ იქ. თქვენ ახართ ყველაზე მთავარი მათი. იმიტომ რომ მე რო ვიყო მარტო, ეგ საკმარისი არა. რაღაცეების ინიცირებისთვის შეიძლება საჭირო იყო, მაგრამ ახლა ის საყრდენი სულიწმინდისთვის ხართ თქვენ, ვინც არის მზად რომ გაყვეს იესო ქრისტეს. თქვენ ხართ ლოცვის ნაყოფები. თქვენ ხართ ღმერთთან ურთიერთობის ნაყოფი და თქვენთან ურთიერთობა, ჩვენი თქვენთან ურთიერთობა რაღაცეების გაგებაში გეხმარებათ. იდება ინვესტიცია. გიმოწაფებთ იესო ქრისტესთვის. რეალურად იესო ქრისტე გიმოწაფებთ თქვენ. გიცხადებთ თავიანთ ჭეშმარიტებებს იმისთვის, რომ თქვენ გრძელვადიან მსახურებაში დაგიგულოთ, მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. რომ თქვენში მომწიფდეს და მომწიფებულიც არის. ბევრ თქვენთაგანში უკვე მზად ყოფნა, რომ დაემორჩილოთ და ბოლომდე გაყვეთ იესო ქრისტეს. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მიძღვნა არის ორმხრივი. ჩვენგან უფალი იესო ქრისტე მარტო მორჩილებას და ნაყოფების მოტანას არ ითხოვს. ის იმასაც გვეუბნება, რომ ის გვაკურთხებს, გაგვიმრავლებს ნაყოფებს. სიმშვიდე გვექნება, სიხარული გვექნება და სიმართლის განცდა გვექნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მრავალგზის აკურთხებს ყველაფერს, რასაც მისთვის ან და სახარების გულისთვის გავიღებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფასი იქნება გადასახდელი, მეგობრებო. ფასი იქნება კონკრეტულად სადღაცა მოგიწევს რაღაცა ფინანსურ შემოსავალზე უარის თქმა, სადღაცა ვიღაცის მომდურება შეიძლება მოგიწიოს, ვიღაცამ შეიძლება ზურგი გაქციოს, ვიღაცამ შეიძლება შეგაგინოს, დაგამციროს, სადღაცა შეიძლება დაზარალებულად დარჩენა დაგჭირდეს. ეს გარდაუვალია. თუ გინდა რომ იყო იესო ქრისტეს მოწაფე, დევნილი იქნები. ხან შვილისგან, ხან ქმრისგან, ხან ცოლისგან, ხან მეგობრისგან, ხან ვაგონში ვიღაცა გაგლანძღავს, დევნილი იქნები ხან ფინანსურ სიტუაციაში, მაგრამ იესო ქრისტეს აღთქმა გვახსოვს ჩვენ, ყველაფერში გვაძლევს გამარჯვებას. იესო ქრისტე ყველაზე დიდი გამარჯვება, როდის დაიმკვიდრა იესო ქრისტემ, როცა ჯვარცმული იყო. ეს იყო მისი ყველაზე დიდი გამარჯვება. იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე დიდი ფასი გადასახდელი. ჩვენ გამარჯვებას სხვანაირად ვზომავთ, მაგრამ იესო ქრისტე სხვანაირად ზომავს და ბოლო, ჩვენი უმთავრესი იმედი არის უდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე და მარადიული სიცოცხლე. ამინ, მეგობრებო. ამინ. აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი პირველი თავის მიმოხილვა. ამას მე თქვენ ჩაგიგდებთ დაუყოვნებლივ. შეიტანეთ შესწორებები, მხოლოდ იმ წიგში დაწერილი არ იყო რაღაცეები ჩემი შევამატე. თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის მახლობელი რაც იქნება შეამატოთ, გექნებათ ეს და როდესაც კონკრეტულად თქვენს უჯრედებში ადამიანებს დაიმოწევებთ, აუცილებელი არ არის იმას, რომ ეს პრეზენტაცია გაუშალო. აი, ხვდები ვიღაცას კაფეში, კვირაში ერთხელ, გადააავლე თვალი, აირჩიე ხო ვიღაცა, რაზე უნდა ელაპარაკო. რომ ფასი იქნება გადასახდელი, რომ თავარია გრძნობდეს ის მოწოდებას, გაყვეს იესო ქრისტეს, ემსახუროს მას, რომ თავარი ჯილდო მარადიული სიცოცხლეა, თუმცა თუ ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შესწიროს რაღაცა სახარების და იესო ქრისტეს განდიდებას, ხო? იესო ქრისტე იმ აღთქმასაც აძლევს, რომ მრავალგზის გაუმრავლებს ამას. ახლა ეს როგორ გაიზომება, რა შესწირა და რა არ შესწირა, ამას უფალი ხედავს, იმიტომ რომ იესო ქრისტეს გაზომვითი სისტემა სხვანაირია, ამასაც გეტყვით და
შემდეგ რა ვიცი, თქვენ თუ გექნებათ რამე კომენტარი თუ არა და გაგანთავისუფლებთ უკვე დაღლილები ხართ. გახსოვთ საგანძურის წინაშე, როდესაც იჯდა იესო ქრისტე. ვიღაცა მდიდარი მივიდა და მთელი ქისა ოქრო ჩააგდო. და ვიღაცა მთელი ქისა ოქრო ჩააგდო და ვიღაცა ფრივი ქალი მივიდა და 2 ლეპტა ჩააგდო, გახსოვთ? და იესო ქრისტემ რა თქვა, ვინ უფრო მეტი შესწირავ. შესაბამისად, შეიძლება გეგონოს შენ რომ რაღაცა გაიღე იესო ქრისტესთვის, მაგრამ საიდან გაიღე? რამდენი დაგიჯდა ეს რაც გაიღე? რამდენად თვლის იესო ქრისტე ამას, რომ მისთვის და სახარებისთვის გაიღე? საბოლოო ჯამში მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იესო ქრისტე თავის სიტყვების ერთგულია, მაგრამ ხშირად ადამიანები რასაც იძახიან, რომ იღებენ, სულაც არ არის ეს. ის მსხვერპლი, რომელსაც იესო ქრისტე ამბობს, რომ მრავალგზის მოგიზღავ შენ. სულაც არ არის ეს გაღებული სახარებისთვის და იესოსთვის. შეიძლება ეს პირადი სარგებლისთვის იყოს. შეიძლება ადამიანი უბრალოდ თესავს რომ მოილგას. ეს კიდევ სხვა საკითხია. ამიტომ შეფასების სისტემა იესო ქრისტეს აქვს სხვანაირი. ამიტომ ჩვენ გარეგნულად ვერ შევაფასებთ ადამიანებს და როდესაც ადამიანი აი ამ მუხტს მოიშველებს და იტყვის რომ ხო თქვა იესომ რომ ასმაგი უნდა მომიზღას, მრავალგზის უნდა კი ბატონო იესომ თქვა და იესოვე შეგიფასებს შენ. და ის თავისი სიტყვის ერთგულია, მე დარწმუნებული ვარ, ის არ ცდილობს. რასაც შენ მისთვის და სახარებისთვის გაიღებ, ის აუცილებლად მრავალგზის მოგიზღავს შენ. თუმცა აი რას ჩაგითვლის მისთვის გაღებულად და რას ჩაგითვლის შენთვის გაღებულად, ეს კიდევ სხვა საკითხია. კარგით, მეგობრებო. მიყვარხართ? მეიმედებით, მენატრებით და რა ვიცი, ეს ჩაწერა როგორ უნდა გავაჩეროთ ლადო. ზემოთ უნდა ლადო მეთქი ლაშა. ახალი სახელი დაგარქი. არ ვიცი გურა მგონი ენდით, აი ენდით მე მგონი აი ბოლოში ხო? აბა ვნახოთ. ეგ შეხვდრა და დასრულეთ კლიენტ. არა. რეკორდ სტოპ არა აქვს, რეკორდს მე არა მაქვს, მე ჰოსტი შენახარ, მე აღარ. მგონი გაჩი, არა მეცა. კიდე. აი რეკორდინგი, აი კი ზემოთ. ხო, რეკორდინგი. კარგი, ვთიშავთ, მეგობრებო.